მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. არის თუ არა მიშა ისევ მაგარი პოლიტიკური რომანტიზმის დასასრული ნაციონალურ მოძრაობაში ამ სიმღერის ავტორი გოგა ხაჩიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ნაციონალებს დაშორდა. ჩვენ ღირებულებების ერთგული დავრჩით, ჩვენც მოწინააღმდეგეთ რჩება. ამ პარტიას ექნება ისეთი რესურსები და ისეთი დაფინანსება, რაც თანამედროვე პარტიისთვის არის აუცილებელი. კუბლაშვილი, ხაჩიძე, ჯაფარიძე, მელაძე, ვის შეიძლება შეუერთდეს კიდევ მათ რიგებს, მიხეილ სააკაშვილს თანამებრძოლები ტოვებენ ახალი პოლიტიკური ცენტრი, ნაციონალური მოძრაობის სატელიტი თუ ქართული ოცნების პოლიტიკური ხრიკი, რა ხდება საპარლამენტო უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობა ძალიან მყარად დგას ფეხზე. გასაკვირი ციფრ აქამდე არ დაიშალნენ. მე ვიცი რომ შეგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება. ყოფილი პრეზიდენტი ძებნაში, პარტიის გენერალური მდივანი ციხეში, აღმასრულებელი მდივანი კი პარტიაზე თავად ამბობს უარს. დიდი და მოულოდნელი რხევები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იშლება თუ არა პარტია, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა. არ ამგონია რომ დაიშალოს. ადრე უნდა დაშლილიყო. რაღაცა ვერ გაარკვიეს ეთყობა თანამდებობები ან რაღაცა ამდაგვარი და იმთან წავიდა. შორს განჭურტული ნაბიჯია რაღაც. დღეს რეაქცია კვირის მთავარ პოლიტიკურ სკანდალს დაეთმობა, რატომ წავიდნენ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ყველა კითხვა, ყველა მოსაზრება, ყველა პოზიცია და პასუხები მთავარ თემაზე, რა მოხდა რეალურად მიხეილ სააკაშვილის გუნდში. ვიწყებთ საღამოსათზე. ასე კვირის მთავარი თემა, კვირის მთავარი სკანდალი ნაციონალური მოძრაობის შიგნით პოლიტიკური რომანტიზმი დასრულდა. საღამო მშვიდობის გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი გახსნიან ჩვენს ეთერს. ჩვენ დღეს მოვისმენთ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პოზიციას. მანამდე კი რასაკვირველია, მოვლენების მთავარ გმირებთან ერთად უნდა დავარკვიოთ რეალურად რა მოხდა. მე გეტყვით ჩემს რეაქციას, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი, როდესაც აღმოვაჩინე რომ არც მეტი, არც ნაკლები პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, ზურა ჯაფარიძე გავიდნენ უეცრად პარტიიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ იყავით ის ადამიანები, ვინც იყავით ერთ-ერთი მთავარი სპიკერები ყოველთვის, როცა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პოზიცია უნდა გაჟღერებულიყო და ძალიან მძაფრად იცავდით ამ პოზიციებს. თქვენ ნებართვით მე გოგა ხაჩიძეს მინდა დაუსვა პირველი შეკითხვა. მიშა მაგარია. ყოველთვის ამ წლების განმავლობაში გახსენებდნენ ამას და მითხარით მაგარია მიშა დღესაც? მოგესალმებით. მე შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ მიშა მაგარია სიტყვები მთელი თავისი არსით ძალიან ღირსეულად და ძალიან სამართლიანადაც დარჩება ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში. დიახ, მიშა მაგარია, ეს ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ მიშა არ არის ახალი, ესეც ფაქტია. მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ლიდერი, ასეთი ქარიზმატული ლიდერი ალბათ არც უახლოეს წარსულში, არც ახლა და დიდი ალბათობით ალბათ უახლოეს მომავალშიც ჩემი ვარაუდით არ გამოჩნდება საქართველოში. ძნელია არ შეაფასო ის როგორც პოლიტიკოსი. ეს არის ფაქტი, ის რაც უნდა აღინიშნოს, თუმცა დღევანდელი რეალობა, დღევანდელი ქართული პოლიტიკა აშკარად კარნახობს იმას, რომ ახლა არის გუნდის დრო, გარკვეული გუნდის დრო, რომელიც იქნება ახალი სახეებით, ახალი პოლიტიკოსებით, ახალი იდეებით, სოდნით გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ეს არის ის, რასაც ელის ახლა დღევანდელი რეალობა ქართულ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე მე რაღაც თქმა უნდა იმ სიტყვების გარკვეულწილად ერთგულს ვრჩები, რაც თქვენ მითხარით. დარია თუ არ დარია, მიშა მაგარია. იცი რა, მიშა მაგარია, რა თქმა უნდა, ძნელი ამაზე დავა, ის ყველაფერი რაც შექმნა მიშა. მაგრამ დამთავრდა წარსულში? არა, იცით, მე ვერ ვიტყვი რომ დამთავრდა, ამას რა თქმა უნდა აქვს გაგრძელებაც. თქვენთვის თუ დამთავრდა? ჩვენ ახლა მე ვფიქრობ, რომ სხვა მიზნები გვაქვს და ჩვენ არა, ჩვენ გულისხმობ ქართულ რეალობას, დღევანდელ რეალობას და ზოგადად ამ ნაბიჯის გადამდგმელ ადამიანებს გვაქვს ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნები. კარგით, მე დაგისვავთ რამდენიმე წუთში ისევ შეკითხვას თქვენ ახსენეთ, რომ აი საჭირო არის გუნდი, საჭირო არის პროფესიონალები და ასე შემდეგ. ყოველთვის, როდესაც თქვენ ლაპარაკობდით უკვე ოპოზიციის მხრიდანაც, ოპოზიციის სახელითაც, ბატონო პავლე, თქვენთან გამოვალე ხამ შეკითხვით, ამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სწორედ პროფესიონალების, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გუნდი, რომელიც ეცადნენ და ვერ დაიშალა, ვერ დაშალეს და ასე შემდეგ. ანუ მოდით პირდაპირ მიპასუხეთ, ვიდრე სხვა შეკითხვებს დაგისვავთ და ვერსიებს, რომელიც გაჩნდა თქვენს გარშემო. რა აღარ მოგეწონათ, რამ აღარ გაგაჩერა
მივდივართ იმ გუნდში, ანუ რაღაც ისე არ არის, ხო, ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ, რომ დაგვანახოთ. ფაქტია, რომ ამბობთ, რომ ახალი გუნდია საჭირო. ის გუნდი რა, ამოწურა იმ გუნდმა? აქ არის საუბარი ძალიან კონკრეტულ თემაზე და გოგამ ეს გარკვეულწილად ახსენა კიდეც. ეს არის ჩვენ განცხადებაში მითითებული. დიახ, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა რამოდენიმე გამოწვევა და ორ მათგანს ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ღირსეულად თავი გაართვა. ერთი ეს იყო ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით, მეორე ეს იყო შენარჩუნება პარტიის იმ პირობებში, როდესაც მართლა მთელი ახალი სახელმწიფო სისტემა ებრძოდა ამ პარტიას გასანადგურებლად. მაგრამ ამ ამოცანების შემდეგ ძალაში რჩებოდა მთავარი ამოცანა ის, რომ დასრულებული იყო ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და ამისთვის საჭირო იყო, რომ მომხდარიყო გუნდის განახლება. აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენი აზრით ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე, ამ ეტაპამდე ნაციონალურ მოძრაობაში და სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომლის გამოც ჩვენ ვხვდით, რომ უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი. ანუ დაბერდა ნაციონალური მოძრაობა, დაძველდა? ქალბატონო ინგა, მაგალითად მე ვარ უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი. ეხლა დავბერდით ხო საკუთარ თავზე ვთქვა, ცოტა არ ვიცი როგორ გაგვიჩნდა. პოლიტიკურ დაბერებას გულისხმობთ. ხო, რა თქმა უნდა, მორალურად ეს ყველაფერი ძალიან ასე ვთქვათ, განიცდის დროსთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებებს და მე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანია, რომ ახალი სახეები წამოვიდნენ წინ. ანუ თქვენ გქონდათ ამის შეთავაზება, ბატონო პავლე, თქვენ ეხავეთ და დაგასრულებინებთ, აღარ შეგაწყვეტინებთ ნაციონალურ მოძრაობასთან, ლიდერებთან, ქონიათ შეთავაზება, რომ საჭირო არის პარტიის განახლება, საჭირო არის ახალი სისხლი, ახალი სახეები და ისინი არ მოყვებოდნენ? მარტივად შემიძლია თქვა, მე არ ვაპირებ იმაზე მეტის საუბარს, რაც ჩვენ განცხადებაშია, იმიტომ რომ ეს იქნებოდა შიდა სამზარეულოს გამოტანა. ჩვენი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ეს არ არის ჩვენი ბრძოლის საგანი. ჩვენი მოწინააღმდეგე, პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის იგივე. ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდი, ჩვენი ამოცანები არის იგივე, რომ დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარების იმ ასე ვთქვათ, გზაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და რომლის განვითარებაც იყო ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი და სადაც გაჩერდა სამწუხაროდ ქართული ოცნების სამსახურებით ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანია, რომ ის ღირებულებები დავიცვათ, რომელსაც აქ თქვენ სტუდიაში ყველგან მეც, გოგას, ზურაბ ჯაფარიძეს, გოგიმილ ყველანი ვიცავდით ერთად და ამას გავაგრძელებთ აუცილებლად. ანუ იმ გუნდთან ერთად ვერ იზამდით ამას? ამის თქმა მინდა, როცა გეკითხებით დაბერდა თუ არა ნაციონალურ. საუბარი არის იმაზე, რომ იმისთვის, რომ მოხდეს სრულმასშტაბიანი განახლება, საჭიროა ახალი პოლიტიკური ცენტრი. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვთქვით, არც მე, არც გოგა, არც გოგიმელაძე არ ვაპირებთ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი ძალის მეშვეობით ვიბრძოლოთ საპარლამენტო მანდატებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკი რამე მივიდივართ. ჩვენ არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ საპარლამენტო მანდატებისთვის. ჩვენი მიზანია ამ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანდნენ ახალი სახეები, ახალი გამოცდილების მქონე ადამიანები, ახალი ცოდნა მოიტანონ პოლიტიკაში. დღეს ქართულ პოლიტიკას ისე როგორც არასდროს ჭირდება ახალი სისხლი. და ამის საშუალება შეიძლება იყოს ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ იყოს მცირე და უფრო დიდი მასშტაბით ეს საშუალება იქნება ახალ პოლიტიკურ ცენტრში. კი ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ არაპირებთ, რომ ლაპარაკოთ ამ კულუარებზე და ასე შემდეგ, თუმცა მაგალითად თქვენი ყოფილი უკვე ვიტყოდი თანაგუნდელების შეფასებებს გაგახსენებთ, მაგალითად ჩიორა თაქთაქიშვილი, ბევრი მაქვს ეს ღალატი, სიმხდალე, შიში, ამითაა გაჟღენთილი ამ მოთხეულის ეს უპასუხისმგებლო წამოწყება. ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ მათ უღალატეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა მე ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, პათოსით ან რაღაც იგივე. არ ვაპირებ, რომ უპასუხო ჩემ ყოფილ კოლეგებს, კარგი იქნებოდა, რომ მათაც რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, პატივი ეცათ იმ ურთიერთობისთვის, რაც მე ნაციონალურ მოძრაობაში ეხლა ყავს ძალიან ბევრი მეგობარი. და ის გზა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ, ჩემთვის ძვირფასია. მე არ ვაპირებ, რომ უარი ვთქვა რომელიმე იმ ნაბიჯზე, რომელსაც აქ თქვენ სტუდიაში ვიცავდი. ამას ვერ გამაკეთებინებს ვერავინ. ინგა სამი რამ არის, რასაც არასდროს არ გავაკეთებთ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი, ეს არის გოგას სათქმელი საბა. პირველი, ჩვენგან არც ერთი არ შევა ქართული ოცნების უმრავლესობაში. მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ან იქედან წამოსული თუნდაც აგრესიის გამო არ ვაპირებთ ამას და მესამე, ჩვენ არ ვაპირებთ შევიცვალოთ ის ღირებულებები, რაც გვაქვს და რის გამოთაც ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში, უბრალოდ ამ ღირებულებებს ჩემი აზრით აქვს დღეს ერთი გამოწვევა, ეს გამოწვევა არის განახლება. კითხეთ საზოგადოებას, ჩაიხედოს ყველამ საკუთარ გულში და ნახოს, რას ეუბნებიან მას, როცა ქუჩაში გადიან. რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას? რა არის ის კითხვა, რასაც სვამს თითოეული მოქალაქე? განახლება. ნაციონალურ მოძრაობას ჭირდება განახლება. და სამწუხაროდ ამისთვის ნაციონალურ მოძრაობა ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა მზად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქნით ახალ პოლიტიკურ ცენტრს, ჩვენ ვქნით საშუალებას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ თანამედროვე ცოდნა, რომლებიც არიან თავის საქმეში პროფესიონალები, შეიკრიბონ, ნახონ ერთმანეთში ზალა და მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება, ასე ვთქვათ, ლიდერები სხვა პარტიებისათვის,
ამ გუნდის ზალა იქნება ერთობაში. იმ ერთობაში, რომელიც გააერთიანებს მათ სოდნას სხვადასხვა მმართველს. ნახოთ, ბატონო პავლე, ყველაფერი არის წინ, მანამდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. არსებობს და ვრცელდება ძალიან ბევრი ვერსიები, ბატონო გოგა, სხვადასხვა ვერსიები ამ 4 ხეულთან დაკავშირებით, ამ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ აი ამ თქვენს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ჯაფარიძეს შორის ერთგვარი დაპირისპირება, შელაპარაკება, რის შემდეგაც თქვენ გადაწყვეტიათ, რომ დაგეტოვებინათ პარტია. მაგალითად ის, რომ სააკაშვილი მოითხოვდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაეწყო უფრო რადიკალური ნაბიჯები, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, რასაც თქვენ გაემიჯნეთ. რა შეგიძლია თქვა? ის რომ რაღაც გარკვეული ის ვერსია რაც მოვისმინეს, მართლა ახალია ჩემთვის, იმ ვერსიათა შორის რაც აქამდე მომისმენია. ჩვენ მართლა ძალიან კონკრეტულად დავუსახეთ საკუთარ თავს, რამოდენიმე ამოცანა და ერთ-ერთი არის ის, რომ მართლა არ ვფიქრობთ ასე, რომ იმაზე მეტი რაც განცხადებაში გავაკეთეთ იმ მიზეზებთან დაკავშირებით. ამაზე მეტი გამოვიტანთ, იმიტომ რომ ეს მართლა არ იქნებოდა. თუმცა არის გამოსატანი, მე როგორც ვთქვი, მაგრამ კორექტული არ იქნებოდა მართალი, ეს მართლა არ არის გულწრფელად ვამბობ, მართლა არ არის ჩვენი მიზანი. მით უმეტეს რომ მიზნად ძალიან რთული რამ გვაქვს დასახული, მიზნად გვაქვს დასახული ის, ჩემის აზრითაც, რაც მართლაც არის საზოგადოების ასე ვთქვათ მოთხოვნა და ეს არის განახლება. ეს შეიძლება ლამაზად ჟღერდეს, მაგრამ უთულესი ამოცანაა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავს გავართმევთ. ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ამ ნაბიჯის სირთულე, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს ამ იდეას, თუმცა ჩვენ ასე ვთქვათ, ერთგვარ პირადი მაგალითიც ჩავდეთ ამ ყველაფერში და ეხლა მოდი ვთქვათ, ეხლა არც მე, არც პალიკო, არც გიორგი მელაძე არა ვართ ახალი სახეები, ეხლა მართლა აქ პალიკომ ჩამოთვალა, რომ მესამე მოწვევის პარლამენტარია, მეორე მოწვევის პარლამენტარი ვარ, გუბერნატორი, მინისტრი, ასე შემდეგ. შეიძლება რომ დაუშვათ პოლიტიკა არ არის რაღაც მოდის სფერო, სადაც ყოველწლიურად რაღაც ახალ კოლექციები უნდა შექმნა და გამოიტანა, მაგრამ არც მუზეუმად შეიძლება იქცეს გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა მაგრამ რაღა მაინც და მაინც ეხლა არსებობს ვერსიები, მაგალითად პირდაპირ, რომ თქვენ ვერ გაუძელით გოკა გაბაშვილის სიტყვებს გავიმეორებ, ოლიგარქის ზეწოლას და სამწლიან მუქარას. ხალბატონო ინგა, ვერ გაიხსენებთ ვერავინ ერთ-ერთ მომენტს განსაკუთრებით ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, როდესაც ან მე, ან პალიკო, ან ზურა ჯაფარიძე, ან გოგი მელაძე მეორე რიგში მაინც ვიდექით, იქ სადაც იყო საფრთხე, იქ სადაც იყო ზეწოლა, ფიზიკური დაპირისპირება. ანუ მე იმის თვალმინდა რომ ცოტა ჩემთვის უხერხულია და ჩემი მეგობრებისთვისაც, რომ ჩვენ რაღაცა ზეწოლას ვერ გავძელით. რატომ ახლა ამაზეც გქონდა ჩვენ განცხადებაში ძალიან კონკრეტულად მინიშნებები, იმიტომ რომ როგორც პალიკო მახსენა ის რომ პარტიის წინაშე იდგა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა ზოგადად ქართული პოლიტიკური კულტურისთვის, რომ პარტია, რომელიც იყო ხელისუფლებაში ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, გადარჩეს როგორც პარტია, გააგრძელოს მუშაობა და ძალიან მიხარია, რომ ეს ამბავი მოხდა და ეს ის მეორე დემოკრატიის მეორე გამოცდა, რომელზეც ჰქონდა ანუ კამიკაძეები ხართ თავი აიფეთქეთ პოლიტიკაში, იმიტომ რომ გადაარჩინო დაუშვათ თქვენი ყოფილი პარტია. ჩვენ არანაირად თავი არ აგვიფეთქებია, ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ადეკვატურები ჩვენ გადაწყვეტილებაში, საზოგადოება ითხოვს სიახლეს, საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ სახეებს, ახალ იდეებს. ითხოვს ახალ იდეებს, ახალ პოლიტიკურ ძალებს, სხვათა შორის მე მედიის წარმომადგენელი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ჟურნალისტებსაც აქვს შეიძლება გარკვეული მოთხოვნა, რომ ახალი სახეები იყოს პოლიტიკაში და სულ ერთი და იგივე არა, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ეხლა მოდით მე ვერსიებზე ვისაუბრებ, თქვენ ინებართით, ბატონო პავლე, ერთი ბრალდება, მესმის არ გინდათ პასუხი, სრულიად მესმის, არ გინდათ რომ პოლემიკაში შეხვიდეთ ყოფილებთან, თანაგუნდებთან, მაგრამ რა უყო დაუშვათ ვერსიას იმაზე, რომ გაიყიდნენ მილიონებზე, რომ შუამავალი იყო პავლე კუბლაშვილი, რომელიც ლაშა თოდიას საშუალებით ჯოზეფ კეის მიერ გახსნილ ანგარიშზე, რომელსაც ჩაერიცხა თანხა, რიგაში შეხვედრები და ასე შემდეგ. ანუ დიდი ფინანსური ინტერესი. გავეცი ამ კითხვას გასვლა, მაგრამ ახლა დაისმოთ იქით. დიახ. ჯოზეფ კეის არ ვიცნობ საერთოდ შეხება არ მქონია არასდროს, რიგაში საერთოდ ნამყოფი არ ვარ, ეხლა საერთოდ. და აქედან გამომდინარე ვიღაც შეიძლება მართლა ემჭორებზე ფიქრობს, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია სხვანაირად, მაგრამ მე მინდა თქვა რომ ამ ჩვენი ნაბიჯის უკან დგას მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი, რომ ხელი შეუწყოთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შემოღება. ექნება თუ არა ფინანსები ამ გაერთიანებას, რა თქმა უნდა ექნება. და ექნება ისეთი ფინანსები, რომელიც იქნება საჭირო თანამედროვე პოლიტიკური გაერთიანების ოღონდ, ხალბატონო ინგა. ერთი პირობა არის, თითოეული ეს
დაფინანსება, თითოეული დაფინანსების წყარო იქნება გამჭვირვალე და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ესეთი კითხვის ნიშნები დასვას. ჩვენ ჯერჯერობით არც პოლიტიკური გაერთიანება ვართ, არც ანგარიში გაგვაჩნია. მაგრამ გააქვთ გარანტია, რომ დაგაფინანსე, ანუ ფინანსები, წყაროები უკვე რეალურად მოძიებული ჩვენ გვაქვს საუბარი, კი, გვაქვს საუბარი ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ რომ მამაში მიიღონ მონაწილეობა. ქართული ფულია? რა თქმა უნდა, ქართული ფულია. ზოგადად კანონმდებლობით ქალბატონი სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ გახდებიან დამფინანსებლები. ამიტომ ეს არის ქართული ბიზნესმენების, საქართველოს მოქალაქეების ფული. შესაბამისად, ამ კითხვებზე მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია პასუხისგაცემა. ეს პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, როგორც ეს არის. მე იმიტომ გეუბნებით გისვამთ ამ შეკითხვებს, რომ ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ არ იყავით ისე ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრები. თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი სპიკერები და გამხმოვანებლები. მაგალითად, ძალიან ბევრი ვერსია გამოითქვა, მე იგივე ქრონიკა პლუსის რედაქტორის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან თუნდაც გამომდინარე გეუბნებით. არსებობს კიდევ ერთი ვერსია. სააკაშვილისგან მიტოვებულმა ვანო მერაბიშვილმა საკუთარი თამაში დაიწყო და ექს-პრემიერი ყოფილი მაღალჩინოსნების ვაჟა ლილუაშვილის, ამირან მესხელის დახმარებით ახალ პარტიას ქმნის, რომელსაც პარლამენტარი ბიზნესმენი კახა უქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი უხელმძღვანელებენ და დაფინანსებს დავით ბეჟუაშვილი. ხო, აი რა გითხრათ, ეხლა რომელ ერთ ადამიანზე გითხრათ, თქვა ვანო მერაბიშვილისგან, კახა უქრიაშვილისგან, ცეზარ ვერცერთს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არის შანსი, რომ ამ ადამიანებიდან ერთი მაინც ვიხილოთ თქვენს გუნდში? არა, სავარაუდოდ არა. თუმცა ნახოთ რა იქნება ყველაფერი წინარე, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა. ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ახალ პოლიტიკურ ზალაში, ახალ პოლიტიკურ ცენტრში, ადამიანებში, რომლებიც მოდიან პოლიტიკაში, ჩადოს თანხები, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, სრულიად გამჭვირვალედ, ჩვენი დაფინანსების, ასე ვთქვათ, ანგარიშები იქნება გახსნილი და შეეძლებათ, რომ ეს დაფინანსება ლუპი დააკვირდებიან, ხო, თანხმებით, არა, განსაკუთრებით თქვენთან დაკავშირებული. ერთი კითხვა მინდა რომ მე ვადავარ, რომ ლუპა შევთავაზო ნებისმიერ მათგანს, ვისაც მოუნდება, რომ დიდი ყურადღებით ადევნოს. ისე კაია, საინტერესო რაღაც მოძრაობები დაიწყო ახალი ქართულ პოლიტიკაში და უინტერესო მე მგონი არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ქონიათ ამ დღეებში კავშირი თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან, ბატონო გოგა, ვინმესთან თუ ქონიათ შეხმიანება, ვინმესგან და ან მიხეილ სააკაშვილისგან რაიმე შეტყობინება თუ მიიღეთ? არა, არ ქონია, ვერაფერს გავს ვერ ვიხსენებ. ერთიც არის, რომ ძალიან ბევრი საქმე გაჩნდა, ახლა ცოტა სხვა ტიპის საქმე, საორგანიზაციო, ბევრი რამეა გასააზრებელი, ბევრი რამეა, ბევრი შეხვედრა, ასე ვთქვათ, ბევრი ურთიერთობა არის, ასე ვთქვათ, დასაგეგმი, ბევრი ურთიერთობა მიმდინარეობს უკვე. არ ქონია და რა ვიცი, ძალიან ბევრ საქმიანობ, ახლა და მართლა თავიდან ბოლომდე ამაში ვარ ჩართულები. მესმის, მაგრამ არანაირი კონტაქტი მათთან არ ქონია. არანაირი კონტაქტი არ ქონია, ალბათ არ ვიცი, როდესაც შემდეგ სასესიო კვირაში მოგვიწევს პარლამენტში ჩასვლა, არ ვიცი ეს კონტაქტი. ეხლა უკვე იქნებით დამოუკიდებელი დეპუტატები თუ არის შანსი, რომ რომელიმე თქვენქვით რომ არის შანსი, რომ რაღაც ფრაქცია შეიქმნას. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ნებისმიერმა თქვენგანმა რომ მიპასუხოს. არის თუ არა ეს შანსი გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ თქვენ შეიძლება ფრაქცია შექმნათ ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებთან ერთად. ანუ გამომდინარე იქიდან რომ ღირებულებები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, დასავლური ღირებულებები, ანტირუსული ამბავი და ასე შემდეგ, რაღაცნაირად ჯდება მათ შინაარსში. ვერსიები შეიძლება თუ არა ალასანიასთან არა? არა, არანაირი მსგავსი მოძრაობა ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება. საპარლამენტო ცხოვრება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს ჰქონდეს მხარდაჭერა პარლამენტიდან, საპარლამენტო ტრიბუნიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია პარლამენტში გაფართოვდეს. რა თქმა უნდა, როცა პარლამენტში ხარ, ყოველთვის ცდილობ, რომ შენი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე იყოს მეტი. მათ შორის ფრაქციის შექმნა გულისხმობს მეტ გავლენას. არის შანსი, რომ ვინმე კიდევ წამოიყვანოთ იქიდან, მაგალითად ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ასეთი გვარები იყო სუბილიანმა თქვა და ადასტურა, რომ მიდიოდა მოლაპარაკებად. არ მინდა ჩემ კოლეგებთან დაკავშირებით ამის თქმა, ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანი ჩვენთან ერთად ფრაქციის შექმნაში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს შემიძლია ეხლა ვთქვა. მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენი მიზანი ეხლა არის უფრო პარლამენტს გარეთ მოვიძიოთ ის ძალები, ის ადამიანები, ის ცოდნა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება ჩვენი მხრიდან დაეთმობა სწორედ იმას, რომ დაფუძნდეს ახალი პოლიტიკური ცენტრი, შემოიკრიბოს თავისი ირგვლივი ადამიანები, ვისაც აქვს ინტერესი პოლიტიკისადმი და ჯერ არ არის არც ეს პოლიტიკურ გაერთიანებაში და ამ ხალხის წარმოჩენა გავაკეთოთ შემდეგ. გავიგე, მაგრამ აი, როდესაც თქვენ ამბობთ, ახალი სახეები იყო საჭირო, ახალი სისხლი იყო და რაღაც ძალიან გარდაუვალმა აუცილებლობამ გიბიძგათ ამისკენ. ძალიან
უხეშად დაგისვა მტკითხვას, ისე გამოგივიდათ, რომ თქვენ ხართ კარგი ტიპები და ნაციონალური მოძრაობა, რომლის მთავარი სპიკერებიც იყავით თქვენ, ეხლა უცბად აღარ ვარგა ის ხალხი, ვინც იმ გუნდში იყო. პირიქით არის. ჯერჯერობით ჩემი კოლეგებისგან მესმის, რომ ჩვენ ვართ ცუდი ტიპები, ასე ვთქვათ და ისინი არიან ძალიან მე არ მინდა ამ პოლემიკაში შევი. ვინ არის ცუდი, ვინ არის კარგი, ვისი გზა არის სწორი, ვისი გზა არის მწარი. ამას როგორ გვაჩვენებს? ჩვენ გვაქვს ის გზა, რომელიც მიგვაშენია, რომ სწორია. ავირჩიეთ ეს გზა, გადავდით ნაბიჯი, ვინ დაზარალდა ამით და ამას მომავალი აჩვენებს. მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ჯერჯერობით ჯერჯერობით პრობლემები ამით შეექმნა ჩვენ 4 ხელს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არც ფინანსები გვაქვს, არც შესაბამისი ოფისი გვაქვს, არც სახელი არ აქვს გაერთიანებით. არის განთავსებული ვანო მერაბიშვილის სახლში და ამანაც გააჩინა ძალიან ბევრი კითხვები. ანუ მართლა რეალურად ციხეში მჯდარი ვანო მერაბიშვილი ხوار მიივიწყა საკუთარმა პარტიამ და რეალურად ხوار არის ეს მისი მხრიდან. აბა რატომ მაინც მის სახლში ეს ოფისი? ზოგი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის სააკაშვილის პროექტი, ზოგი საუბრობს, რომ არის ვანო მერაბიშვილის პროექტი, ზოგი ამბობს, რომ ვიზინა ივანიშვილია ჩართული. ხო, ჩდება ეს კითხვები. ხო, რეალურად რა იქნება? დავინახავთ ცოტა ხნით ეს ჩემთვის ცოტა შეურაცხყოფელიც არის. ანუ ჩვენთვის არ შეგვიძლია რომ რაიმე ახალი შევქმნათ. სურა ჯაფარიძე, მე გოგა ხაჩიძე, გოგი მელაძე, არა ვართ საკმარისი იმისთვის რომ ახალი მოძრაობა წამოიწყოთ. ისე არ ხდება, ხო დამეთანხმებით. აი ფაქტია რომ რაღაცა ხდება, მაგრამ შეიძლება თქვენ საჭირო გახდა წამოსვლა იმ პარტიიდან, სადაც მე ამდენ წელი გავატარე და რომლის ასე ვთქვათ, პოზიციებსაც ვიცავდი ყოველთვის. ამიტომ ეს ისე არ არის. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და ამ გადაწყვეტილების უკან რაღაც იმპულსური, ემოციური ნაბიჯები არ დგას. ეს არის ძალიან კარგად გააზრებული იმისათვის, რომ მართლა გაძლიერდეს ის ფლანგი, რასაც ქვია დასავლური ღირებულებები. დასავლური ღირებულებებთან დაკავშირებით უნდა დაგისვათ კითხვა გუშინ ზურაბ ჯაფარიძეს ქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან 2-3 წუთში მანამდე თუ შეიძლება ბატონ გოგას მინდა ვკითხო. მესმის რომ ამბობთ რომ არც ვანო მერაბიშვილი, არც სააკაშვილი აღარც ის გუნდი და ეს იქნება რაღაც სხვა. რომ გამოვიდეს ციხიდან, როცა გამოვა ვანო მერაბიშვილი, განიხილავთ თუ არა რომ შესაძლებელია თქვენ აღმოჩნდეთ ერთ გუნდში? ჩვენ ძალიან შორს მივდივართ ამ წუთში სიმართლე გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები გვდგას წინ. ეს ასე არ ხდება, თქვენ ბრძანეთ, ეს ისე არ ხდება და არ ხდება ასე, როგორც ხდება, როგორც მოხდა და ვერავინ ვერ იტყვის. თავარი არის, ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ განახლება არ არის საჭირო. მე არ მინდა ხ რომელიმე ამ შემთხვევაში ჩვენ თქვით რომ ეს ძირითადად მიზეზი ნაციონალურ მოძრაობაში მნიშვნელოვანი განახლება რომ არ მოხდა ეს არის პრობლემა და ეს იყო პრობლემა მაგრამ ზოგადად თქვენც როგორც საზოგადოების ნაწილი და საერთოდ მთელი საზოგადოება უდიდესი მოთხოვნა განახლებაზე, უდიდესი მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ სახეებზე, ახალ იდეებზე, ახალ ცოდნაზე, განახლებაზე, ხო? ანუ ეხლა რატო გეკითხებით? არა, ერთი წუთი თუ შეიძლება მე დავაკონკრეტებ. თქვენ მძანდებით ის ადამიანები კიდევ ერთხელ ვამბობ, რატო ჩემთვისაც მოულოდნელი იყო თქო, რომლებიც იყავით სახები ნაციონალური მოძრაობის. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი დღეს როცა თქვენ გამოიყავით გუნდს და ცალკე დამოუკიდებელი ცენტრის გაკეთებას გეგმავთ, ემიჯნებით იმ ყველაფერს, რის გამოც გაუშვა ოპოზიციაში, რის გამოც გაუშვა ხელისუფლებიდან ნაციონალური მოძრაობა ხალხმა. ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, წართმეული ბიზნესები, რაღაც პროკურატურაში გადაფორმებული ბიზნესები, გირგვლიანი მედია მიმართვა, მოკლედ, ყველაფერი, რაზეც იყო პრეტენზიები ნაციონალურ მოძრაობასთან. თქვენ დღეს ამას ემიჯნებით თუ იღებთ პასუხისმგებლობას? მე დავიწყებ. კი ბატონო. პირველ რიგში ხა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ვთქვა, რომ აი ამ ყველაფერს, რაც ადრე თქვენი ეთერის მეშვეობით აქ ამ სტუდიაში სხვაგანაც ვიცავდი, ეხლა ერთი ხელის მოსვლით ვთქვი, რომ იცით რა, ეს ჩემი წარსული არ არის, ეს ვიღაც სხვა ცუდმა ადამიანებმა გააკეთეს, მე კარგი ვარ. არა, ესე არ არის. რა თქმა უნდა, მეც ისევე როგორც გოგა, ალბათ არის ნაციონალური მოძრაობის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელსაც გარკვეული წილი პასუხისმგებლობა ამაზე აქვს. და ჩვენ ყოველთვის გვექნება ეს პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზა, რომ მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც არიან უფრო თავისუფალი აი ამ ტვირთისგან. ეს მოხდება არა მხოლოდ ჩვენ ახალ პოლიტიკურ ცენტრში. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ნაბიჯით, ჩვენ ხელი შეუწყეთ ნაციონალური მოძრაობის განახლებასაც. იქაც დაინახავენ უფრო მწვავედ ამ პრობლემას, ამის აუცილებლობას. ამიტომ პასუხისმგებლობა არის ერთი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, არის კითხვები, რომელზეც არსებობს პასუხები, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვამბობდი, არის კითხვები, რომელთთან დაკავშირებითაც შეიძლება ის
ყველაფერი ვთქვათ, რომ იყო ჩვენი შეცდომებით, ისევე როგორც იმ ხელისუფლების წინან. მე არ ვამბობ, რომ ეს შეცდომა სხვამ დაუშვა და მე უბრალოდ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობ. არა, მე ახლა მიყავი იმ ხელისუფლებაში, ეს ჩემი შეცდომაც იყო. მაგრამ სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი ხალხის მოსვლა პოლიტიკაში. კი ბატონო და ორი კითხვა უნდა დავუსვა, სანამ დავასრულებ და ბძანეთ კი ბატონო და ორი კითხვა უნდა მოვასწროთ. იცი მე მესმის, რომ უფრო მიღებულია ალბათ და ზოგადად ეხდება ხოლმე ვიღაცა შეთქმულებას ეძებს, ვიღაცა რაღაცა გარკვეულ ქვედინებებს, ვიღაცა ეშმაკობას, რომ აი რაღაცა ისეთი მოიფიქრეს. თქვენ ანონსში მოვისმინე, რომ რაღაც პოლიტიკურ რომანტიზმზე იყო საუბარი, უფრო მეცაც დავამატებდი. არც პოლიტიკური რომანტიზმი, არც პოლიტიკური იდეალიზმი არ არის მკვდარი ქვეყანაში ზოგადად და ამის ხაზგასმაც გვინდა ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვიბრძვით ჩვენ ამ შემთხვევაში კონკრეტულად 4-დან 3 დეპუტატი ღიად ვამბობთ, რომ არ ვიბრძვით დეპუტატის მანდატისთვის. ჩვენ მართლა შეგვიძლია რომ გადადოთ ის ნაბიჯი, რომ ყველაფერი ჩავდოთ პარლამენტში, საპარლამენტო ტრიბუნალს გამოვიყენოთ, პარლამენტ გარეთაც იმისთვის, რომ მართლა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი ჭკვიანი, პროფესიონალი ადამიანი მოიყრის თავს. რომელიც როგორც მე მივხვდი, რომელსაც არ იღებდა ნაციონალური მოძრაობა, ხო? არა, ვერ მიიღებდა ამ რაოდენობით, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც შეიძლება იყოს კარი ღია, სადღაც და თქვა, რომ კარი ღიაა, მაგრამ ოთახი იყოს სავსე და აზრი არ შეიძლება ის იყოს რურუას, ვაშაძის და მათი გაერთიანება ივერიას გულისხმობ. ამაზე ვერ მოგახსენებთ ახლა ვერაფერს კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს ის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ზოგადად, ახალი პოლიტიკური ცენტრის, ასე ვთქვათ, შექმნის პროცესი, თუმცა ძალიან მალე უახლოეს მომავალში საზოგადოების ეს ყველაფერი იქნება ძალიან ნათელი, გასაგები. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ლოგიკურ ბადებში შეიქმნას ახალი პოლიტიკური. კარგი და ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 3 წუთი. მოკლედ უნდა მითხრათ, კოტე კუბლაშვილს აქვს თუ არა კავშირი ამას არ ვეკითხები მიზან მიმართულად ბატონ პავლეს. თქვენ გეკითხებით თქვენს პარტიასთან. უზენაეს სასამართლოს ყოფილ უკვე თავმჯდომარე. მე სხვა შორს გუშინ ვთხოვე პალიკოს, რომ დიდი სურვილი მაქვს ერთ-ერთ გადაცემაში ნახე, ახლა აქ არ ვიტყვი, ალბათ ყველას გასაგებია. კი, რუსთავი ორზე დიახ და ვთხოვე პალიკოს, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პირადად გავიცნო, იმიტომ რომ ამდენ წელია მე გობრობთ, კოლეგები ვართ, ერთად მუშაობთ და ჩემ და სამწუხაროდ არ ვიცნობ იმდენად დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. მე კოტე კუბლაშვილს ზოგადად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ვიცნობ ტელევიზორთან. არ ვიცნობ სამწუხაროდ და იმედი მაქვს, რომ გამაცნობს მაინც, რომ ადამიანური ურთიერთობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვას ვისვამ. ზურაბ ჯაფარიძე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. რატომ? რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე და დაგემშვიდობები? არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, შეხვედრები იქნება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, საელჩოების წარმომადგენლებთანაც. გარდა ამისა, შემიძლია თქვენი ეთერით ეს ვთქვა, შემდეგ კვირაში იგეგმება ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, იქნება ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ღირებულებები არის სწორედ ის ღირებულებები, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში ჩვენ მხოლოდ ამ ფარგლებში წარმოვადგენდით, დღეს უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრის გადასწორებით. ის ვიზიტი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი? დიახ, როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი იდეის ავტორი. და კიდე ერთი რამ, ქალბატონო ინგე, რო არ თქვენს ისევ ერთ წავალ თქვენი გადაცემიდან, თქვენი გადაცემის ქუჩში თავარი, რასაც არ დავეთანხმე, არის რომ რომანტიზმი, პოლიტიკური რომანტიზმი დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება პირიქითაც იყოს, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც სტოვებენ ყველაფერს, აწობენ პარტიულ სისტემას, საფინანსებას, პარტიულს, იმ ადამიანებს, რომელთა ერთადაც უბრძვია და პირიქით მოდიან იმისთვის, რომ ახალი ხალხი მოიყო, ამაში შეიძლება უფრო მეტი იყოს რომანტიზმიც და იდეალიზმიც. და როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ უკან დავიხევთ და ახალი ხალხი მოვიდნენ, ამაში რომანტიზმის წილიც მეტია, იდეალიზმიც მეტია და ჩვენ არასდროს არ უღალატებთ იმ იდეებს, რაც ქონდა. დიდი მადლობა და ვიდრე დაგემშვიდობები, მხოლოდ ერთი სიტყვით მითხარით, სააკაშვილმა რომ მოინდომოს თუ შეხვდებით და უხსნიდით ბატონო გოგა, თქვენი წასვლის მიზეზი. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, არა მხოლოდ სააკაშვილთან, არამედ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ წევრთან. ხო არ არის ეს, ზუსტად ნახევარი წუთი მაქვს, შექმნილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სწორედ სააკაშვილის მხრიდან, თქვენი ეს პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა წამოსული, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება არ ქონდეს იმ რაოდენობით მოსვლის შანსი პარლამენტში, როგორც ეხლა მოვიდა და ხომ არ ქმნის თავის საკუთარ სატელიტს ყოფილი ხელისუფლება. ამ იდეასთან არავის სხვას გარდა ამ 4 ადამიანის კავშირი არ აქვს ამ ეტაპზე, არ ქონია ამ გადაწყვეტილებასთან, მათ შორის არც მიხეილ
სააკაშვილს, თუმცა ჩვენი ახალი პოლიტიკური ცენტრის კარი იქნება ღია ყველა ახალი სახისათვის, რომელსაც ექნება სურვილი რომ პოლიტიკაში თავისუფლება შეიტანოს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. საინტერესოა რომ შემდეგ გადაცემებში უკვე თქვენი მოწვევა დამჭირდება ხოლმე არა როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კარგად ჯანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ. გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი საუბრობდნენ და პირდაპირ ეთერში გვერდება ნაციონალური მოძრაობა და ზურაბ ჭიაბერაშვილი. მე მას მივესალმები საღამომშვიდობის. დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ზურაბ, პირველ რიგში მაინტერესებს როგორია თქვენი რეაქცია? უკვე ერთი კვირა გავიდა, ნუ რამდენიმე დღე, პირველი შოკი მიიღო ყველამ, ვინც ეს ამბავი შეიტყო და დღეს როგორ შეაფასებთ მათ გადაწყვეტილებას? მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. თქვენ კითხვას რო უპასუხო პირველ რიგში ჩვენ უნდა დავახასიათოთ ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ ხდება ქვეყნის უკიდურესი გაღარიბება და გაყატაკება. და არის საშინელი გაჭირვება. აი დღეს არ ვიცი მეადევნეთ თუ არა თვალი დავით ბაქრაძე იმყოფებოდა ხონის რაიონში ერთ-ერთ სოფელში და 4 წლის ცერებრალური დამბლით მყოფი ბავშვი ელემენტარული წამლის საშუალება არ აქვს ოჯახს და ჩვენ დავდივართ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვხედავთ უკიდურეს გაჭირვებას, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ საოცარ მოთხოვნას ხალხის მხრიდან, რომ ეს მთავრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რომ ეს გაჭირვება ეხლა არ დაწყებულა ბატონო ზურაბ, ამ ადამიანებს მმართველობა უნდა დასრულდეს. ხო? კი, და უნდა გითხრათ, რომ ხალხის თვალებში ჩვენ ვხედავთ იმედს, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა არის ის გამოცდილი, არა უშეცდომო სამწუხაროდ, მაგრამ გამოცდილი პარტია, რომელსაც ასევე ყავს ახალი სახეები და რომელსაც შეუძლია თავისი კომპეტენციით და გამოცდილებით ქვეყანა წინ ხალხო ეს იმედი ქონოდათ, არ გაგიშვებდათ ხელისუფლებიდან, ბატონო ზურაბ, მოდით პირდაპირ გეტყვით მაშინ. თქვენ ამბობთ, რომ იმედს ხედავო, რომ აქვთ იმედი, რომ მოbrunდება ნაციონალური მოძრაობა და ხალხის პროტესტი იყო სწორედ ის, რამაც გამოიწვია თქვენი წასვლა ხელისუფლებიდან. რა ქალბატონო ინგა, თქვენ ალბათ იცით, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობა და ზოგჯერ წარმატებული მთავრობებით აგებენ არჩევნებს და ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ არ უარყოფთ იმას, რომ ჩვენი შეცდომების გამო ხალხმა გადაგვირჩია, მაგრამ იმავდროულად ეს არის მკაფიო მოთხოვნა და სხვათა შორის ბოლო რეიტინგებში დაფიქსირდა არა მარტო ქართული ოცნების მკვეთრი ვარდნა, არამედ დაფიქსირდა ზრდა ნაციონალური მოძრაობის და ეს არ არის შემთხვევითი და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ეს ზრდაც განაპირობა არა მხოლოდ იმან, რომ ჩვენ ხალხის პრობლემებზე ვსაუბრობთ, დავდივართ კარ-დაკარ და ვიცით თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა და ეს ხალხმა თავის თავზე კარგად იგრძნო, განაპირობა სწორედ იმანაც, რომ წაგების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა არის საჭირო გავაკეთოთ პარტიაში. და ის ფაქტი, რომ ზურაბ ჯაფარიძე იყო აღმასრულებელი მდივანი, ის ფაქტი, რომ სერგო რატიანი არის პოლიტიკური მდივანი, ის ფაქტი, რომ გიორგი ვაშაძე არის პარტიის საორგანიზაციო მდივანი, ან ყველა წამყვან დანამდვილობაზე, ვინც უნდა ყოველდღიურად ამუშაოს პარტია, არიან ადამიანები, რომლებიც წაგების შემდეგ ჩაერთნენ აქტიურად პარტიის მუშაობაში, ეს სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა ადამიანს პარტიაში რამდენად მნიშვნელოვანია. მას რა მოხდა, ბატონ ზურაბ, რა მოხდა? ცოტა უცნაური ჩანს. თქვენი ერთ-ერთი მთავარი სამეულის, მე ვიტყოდი მელაძე ნაკლებად აქტიური იყო, დაუშვათ პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში ტელეეთერებით და სამეული, რომელიც იყვნენ თქვენი მთავარი სპიკერები, ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და პლუს გოგა ხაჩიძე. რა მოხდა ისეთი, რომ ამ ადამიანებმა ვეღარ იპოვეს თქვენთან სამი დღეა ოთხშაბათიდან მოყოლებული უსმენ მათ განმარტებებს და არა მარტო მე, არამედ ათასობით ადამიანს ქვეყანაში უბრალოდ უჩნდება კითხვა რატომ. ანუ მოტივი ნამდვილად გარდა იმ სიტყვებისა, რაც ახლა თქვენს ეთერშიც იყო, ადამიანები ვერ ვიგებთ უბრალოდ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ იგივე ზურაბ ჯაფარიძეს ჩააბარა პარტიის მესაჭეობა, ყოველდღიურ საქმიანობა, მისცა საშუალება, რომ მას ესაუბრა უამრავ ადამიანთან და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე არ არის განპირობებული მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც თუნდაც ამ ოფისში არიან. ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე არის თითოეული ადამიანი სოფელში, ქალაქში, რაიონში, მისი პარტიული აქტივისტები, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ზურაბ ჯაფარიძეს ჩვენ ვანდეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია. ვანდეთ რომ ის მისულიყო თითოეულ ადამიანს. ეს განმარტება მან უნდა გააკეთოს სამწუხაროდ
ეს ძალიან მოულოდნელი იყო არა მარტო თქვენთვის, არა მარტო მთელი საქართველოსთვის, მოულოდნელი იყო ჩვენთვის და ელემენტარული არა მარტო ადამიანური ქცევის წესები, არამედ პარტიის ძალიან ჩამოყალიბებული სტრუქტურა, მისი წესდება მოითხოვდა რომ აღმასრულებელ მდივანს ჯერ ანგარიში ჩაებარებინა პოლიტიკურ საბჭოსთან, რომელშიც არის მათი 4-ეულის ჩათვლით 68 ადამიანი. ის 68 ადამიანმა აირჩია და ის ვალდებული იყო 68 ადამიანისთვის ჩაეხედა თვალებში და ჩაეხედა თითოეული პარტიული აქტივისტისთვის თვალებში და ეთქვა რომ მე გავაკეთე ეს ვერ გავაკეთე და პირველ რიგში სანამ ის იტყოდა წასვლის შესახებ მას უნდა ეთქვა რა პრეტენზიები აქვს და ეს ჩვენ მისგან არ მოგვისმენია და როგორ არ მოგვისმენია პრეტენზიები აი არ მომისმენია პირადად მე განახლება რომელიც იყო აუცილებელი რომ ნაციონალური მოძრაობის პირობებში ესახება ხალბატონო ინგა გიხსნით რას ნიშნავს განახლება თუ არა ის რომ სწორედ ზურაბ ჯაფარიძეს ვანდეთ პარტიის მესაჭეობა როდესაც ვანო მერაბიშვილი ციხეშია გენერალური მდივანი ყოველდღიური საქმიანობა ჩაიბარა მან ეს ნიშნავს თუ არა განახლებისკენ და რა ეჭვები გაქვთ ბარონო ზურაბ აი გამოითქვა ეჭვები რომ აი შეიძლება დავასრულო ზეწოლას ვერ გაუძლეს გამოითქვა ეჭვები რაღაცა ფინანსურ ინტერესებზე გამოითქვა სხვადასხვა ეჭვები მე მაინტერესებს პარტია რაზე ჩამოყალიბდით რა მოხდა ქალბატონო ინგა მე არც მე და არც ჩემი თანაპარტიელები არა ვართ ადამიანები რომლებიც ჭორების და ეჭვების მიხედვით ვსაუბრობთ ჩვენ ვართ ადამიანები და მე არ ვიკადრებ იმას რომ ადამიანებზე თქვა ის რაც დანამდვილებით 100%-ით არ ვიცი მაგრამ რაც ვიცი 100%-ით ეს არის ის რომ მათ არ დაუყენებიათ ის პრეტენზიები პარტიაში რომელიც რაიმე ტიპის ლეგიტიმაციას მისცემდა მათ წასვლას და მათ წასვლას ამ ფორმით მაგრამ ვიტყვი უფრო მეცაც რაც არ უნდა შეიძლება აი ხვალ ქალბატონო ინგა მე გამიჩნდეს რაღაცა იდეა რომელიც თქვა დავაყენე ჩემი თანაპარტიელების წინაშე და არ გადის არ არსებობს ჩვენ ვართ ისეთ ბრძოლაში ახლა როდესაც ქვეყანა დგას ეკონომიკური კოლაფსის წინაშე როცა კატასტროფაა როდესაც ჩვენ უნდა მივახციოთ იმას რომ მთავრობა შეიცვალოს ბიზნა ივანიშვილის ესეთი მმართველობა შეიცვალოს ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისთან არა გვაქვს უფლება ჩვენ გამოვიჩინოთ რაღაც ჩვენი ახირება უკაცრავად ამ სიტყვებისთვის და რაღაცა იმის გამო რომ ჩემი ერთი ინიციატივა არ გავიდეს რომელიც საერთოდ არ დაუყენებიათ სამწუხაროდ ხო ამის გამო მე იმ ბრძოლის ერთი ფლანგი მოვარღვიო მე არა მაქვს ამის უფლება როდესაც ქვეყანა კატასტროფის წინაშეა როდესაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი იმედის თვალ შემოყურებს რომ ჩვენ ხვალ ისევ ჩვენ უნდა ჩავიბაროთ ამ მესაჭეობა და ქვეყანა წინ წავიყვანოთ რომ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვდა თქვენგან გუნდისგან რევოლუციური გამოსვლები დაგეწყოთ და სწორედ აქედან დაიწყო ერთგვარი გაუგებრობა პარტიაში არსებობს ასეთი ინფორმაცია რომ სააკაშვილი მოითხოვდა ამას კატეგორიულად ქალბატონო ინგა აი გუშინ მე შეხვედრა მქონდა საგარეჯოს რაიონში დიჩაილურში ჩვენს მოქალაქეებთან და იმათმა გაიხსენეს რომ აი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გვარწმუნებდნენ რომ სააკაშვილი აუცილებლად არჩევნებს გააყალბებდაო მაგრამ თქვენ ყველამ დაინახეთ რომ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ იმავე ღამეს პატივისცა ქართველი ხალხის არჩევანს და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია ახლაც ჭორმართალს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ვიღაცა საბურა როგორც ჭიკაიძე ამბობდა საბურავების დაწვას აპირებს ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციური გზით არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა და პირდაპირ გეტყვით რომ არა ისეთი ნაბიჯები რაც ჩემდა სამწუხაროდ ამ 4-ეულმა გადადგა რომ არა ჩვენ ნამდვილად გარწმუნებთ რომ სწორედ მივდივართ იქითკენ რომ არჩევნებიც შევცვალოთ და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ამ 4-ეულის წასვლით ამას არაფერი არ აკლდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ პარტია არის ლიდერები მაგრამ პირველ რიგში პარტია არის ის ადამიანები რომლებიც დღესაც სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ აღრიცხონ ის უამრავი პრობლემა რაც თითოეულ ჩვენ მოქალაქესაც აი თქვენ როდესაც ამბობთ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ უკან მოვბრუნდეთ ეს ხელისუფლება გაუშვა და ასე შემდეგ მე წეხან გოგა ხაჩიძესაც დაუსვი ეს კითხვა და პავლე კუბლაშვილს და თქვენც მინდა რომ დაგისვათ როგორ ფიქრობთ ცოცხებით გაშვებული ხელისუფლება როგორც ეს შეფასდა შემდეგ უпростоრეთ ერთ ფრაზაში მოექცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება რომელთანაც ჰქონდა მთელი ის პრეტენზიები საკუთარ მოსახლეობას რაც ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევა ბიზნესების წართმევა ტერორი დაპატიმრებები, ცოცხები, ასე შემდეგ. მე მაინტერესებს თქვენ ეს ყველაფერი წარსულიდან გამომდინარე, რა იმედს გაძლევთ, რომ დღეს შეიძლება ხალხმა ძალიანაც არ მოსწონდეს და გაუშვას სახში ქართული ოცნება, მაგრამ ისევ მოვიყვანოს ნაციონალური მოძრაობა? თქვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ იმეორებთ ღარიბაშვილის არგუმენტს და სხვათა შორის ჩვენგან წასულმა 4-ეულმა ღარიბაშვილის არგუმენტს და ხადურს ღიმილი მოგვარა სახეზე და ისინი ამბობენ, რომ ისეთ რა ნაციონალური მოძრაობა არ არის. ღარიბაშვილს ნამდვილად არ დაუვალებია ჩემთვის ეს კითხვა და მეს.
ვიცი ქალბატონინგა ისინი ამბობენ რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ არის ალტერნატივა და ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის რომ წასულმა 4 ხეულმა სწორედ ღარიბაშვილს და ხადურს მოგვარა სახეზე ღიმილი მაშინ როცა ჩვენ ყველანი ერთად ის 4 ხეულის და მთელი პარტია უნდა ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას მათ გარეშე რომ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ ხალხის წინაშე მაგრამ რაც შეეხება წარსულს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მე თქვენს უკითხავათაც ამ ეთერში უკვე განვაცხადე ჩვენ უშეცდომოები არ ყოფილვართ მაგრამ დღეს საზოგადოებას მიეცა კარგი შედარების საშუალება რა შეუძლია გააკეთოს ეფექტურ კომპეტენტურ და ზოგჯერ შეცდომების ჩამდენ მთავრობას და რა როგორ შეუძლია დააქციოს ქვეყანა როგორ გააღარიბოს თითოეული ადამიანი თითოეული ოჯახი უნიათო არაკომპეტენტურ და 1 მილიარდერზე ჩამოკიდებულ მადლობა ბატონ ზურაბ ნახევარი წუთი დამჭირდა ზუსტად რეკლამამდე და გაძლევთ ამ ნახევარ ვასრულებ ხალხს აქ არჩევანის საშუალება და ჩვენი რეიტინგის ზრდა სწორედ იმის მეტყველია რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ამ ქვეყნის სათავეში და გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კარგი და ერთი კითხვაც კიდევ თუ არ ვწდები მაქვს რამოდენიმე წამი მიხეილ სააკაშვილის რეაქცია როგორი იყო ამ წასულ 4 ხეულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან საღად აფასებს არამარტო ქვეყანაში არამედ რეგიონში შექმნილ ვითარებას და მას ძალიან ურთულეს ფრონტზე უწევს ეს გავიგეთ მაგრამ პარტიაში იქიდან გამომდინარე რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მე უბრალოდ მასთან არ მისაუბრე მაგრამ ღმართ ვარ დარწმუნებული რომ ის არ წვრილმანდება ისეთ საკითხებზე როგორიც არის ამ 4 ადამიანის პარტიიდან წასვლა ეს არ არის საკითხი რომელიც ან ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არავისთან არ ქონია მას ამ თემაზე კომუნიკაცია უკაცრავად რა თქმა უნდა როგორ არა გვაქვს და რა თქმა უნდა მას სულაც არ მოსწონს ის რომ ამ საკვანძო მომენტში როდესაც პარტიამ ამ ზეწოლების დაჭერების როცა ჩვენი ლიდერები ციხეში არიან ამ ფონზე პარტიამ შეძლო რეიტინგის მატება პარტია არის ქმედითი ლაპარაკობს ხალხისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ჩვენ გავიშალეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და დავდივართ სოფელ ქალაქ და რაიონ და ამ პირობებში რა თქმა უნდა მას არ მოსწონს მაგრამ მიხეილ სააკაშვილი გარწმუნებთ ის დარწმუნებულია რომ სხვა ალტერნატივა გარდა იმისა რომ იმ ადამიანებმა ვინც ერთხელ უკვე აბსოლუტურად ჩავარდნილი სახელმწიფო 2003 წლიდან კრიზისიდან გამოიყვანა კიდევ შეძლებს ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა ჩვენ ეს გავიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ მადლობა ბატონ ზურაბ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა წარმატებას გისურვებთ ეს იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი რამდენიმე წუთში კი რეკლამის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ლიდერი დაგიბრუნდებით 2 წუთში ასევე ჩვენი სტუმარი იქნება გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე და თავისუფალი დემოკრატებიდან ალექსი პეტრიაშვილი არ გადართოთ ყველას პოლიტიკური პოზიცია რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მაშასე რეაქცია განაგრძობს პირდაპირ ეთერს და ახლა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გვეთვება პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში კი შალვა ნათელაშვილი მანანა კობახიძე და ნინო ბურჯანაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები საღამომშვიდობის ბატონო ალექსი ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას მაინტერესებს პირველ რიგში თქვენი რეაქცია ბოლო დღეების სკანდალზე რომელიც შეეხება საპარლამენტო უმცირესობაში მოხდა რამებს შეიცვალა თუ არა თქვენთვის რამე იმით რაც მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში როგორ აფასებთ როგორია თქვენი რეაქცია? საღამომშვიდობის მოგესალმებით ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეაქცია თავისუფალი დემოკრატების იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ჩვენთვის როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ნაციონალური ოცნება არის უკვე წარსული, რეალურად ხალხი, საზოგადოება ელის ძალას, რომელსაც ძალუც და შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, კონკრეტული ამოცანების და პრობლემების გადაჭრა, თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს ჯანსაღი ამბიცია იმისათვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ. ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოქალაქეებთან, 2 დღის უკან გავხსენით აჭარაში ჩვენი მორიგი რეგიონული ოფისი და მინდა გითხრათ რომ საზოგადოება მწიფდება უკვე რეალურად იმისთვის ჩამოყალიბებულია პრაქტიკულად რომ სულება განხორციელდეს არჩევნებში და ახალი პოლიტიკური ძალის ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ხარდამჭერი გახდეს ვინაიდან არ გაუმართლა იმედები მათ არც ოცნებამ და ბუნებრივია არ აქვთ იმის განცდა რომ ხელისუფლებაში შეიძლება
დაბრუნდეს წარსულ ხელისუფლებაში ყოფი პოლიტიკური მაგრამ ძალა. ბატონო ალექსი, იგივე ამბობენ ეს ადამიანებიც, ვინც ეგან იყვნენ ჩვენი სტუმრები, ანუ ნაციონალური მოძრაობიდან წასული მისი უკვე ყოფილი ლიდერები, რომ ხელისუფლება უკაცრავად საზოგადოებაში არის, ამბობენ ისინი ახალი ძალის მოლოდინი, ახალი ძალის აუცილებლობა და ამიტომ ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს სიახლეს. რატომ გეღიმებათ? მე გესაუბრებით როგორც თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, შეიძლება არც თუ ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოცდილებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გუნდით, ძალიან სერიოზული ლიდერით და ძალიან სერიოზული არმიით თავისუფალი დემოკრატების, რომელმაც მრავალი ბრძოლა, ცეცხლი გაიარა, ეხლა ვართ ძალიან სერიოზული პარტიის შენებლობის პროცესში, გვაქვს პრაქტიკულად დასასრულამდე არის მისული ჩვენი ძირითადი ხედვები, რომელსაც მალე გაიგებს საზოგადოება, გვაქვს რეგიონული ოფისები, წარმომადგენლობები და ჩვენი საკრებულოს წევრები არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე არიან ფრაქციებშიც შესაბამისად ჩამოყალიბებულ თავისუფალ დემოკრატების ადგილობრივ თვითმმართველობებში ეს ორი ძალიან განსხვავებულია, მათ ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ კიდე ჩასატარებელი იქამდე რომ თავის დედა პარტიის დონემდე მივიდნენ, ოდესმე ჩემს ინტერესის საგანს ნამდვილად არ წარმოადგენს, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ძირითადი სამიზნე ამ შემთხვევაში ოპონენტს გულისხმობ, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლება, რომელიც ვერ უმკლავდება ჩვენი მოსახლეობის გაღატაკების პრობლემას, ვერ უმკლავდება საგარეო გამოწვევებს, ვერ უმკლავდება უსაფრთხოების გამოწვევებს და რაც ყველაზე მთავარია, ქალბატონო ინგა ძალიან სერიოზულად ღრმავდება უკვე არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას მართლა მიიყვანს კრიზისამდე, მე შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობის, ესე ვთქვათ, შემადგენლობა არის ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ხდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვერდიქტის გაცემის შემთხვევაში, ეს ვერდიქტი პერიოდ რაღაცა სიხშირით ფერ ხდება, რაღაცა სიხშირით საერთოდ არ ხდება, ფიქტიურ პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციაც კი არ აქვს საერთოდ, მან ერთი საქმე ძალიან ცუდი და ბინძური საქმე შეასრულა, როგორც მავრმა და ეს მავრი უნდა წავიდეს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეს, მერვე თვეა უკვე ჩვენი თავდაცვის მაღალჩინოსნები, ძალიან ღირსეული, წესიერი ადამიანები უსამართლოდ და უდანაშაულოდ არიან ციხეში, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ცნობა, რომ ჩანიშნული სასამართლოს სხდომა მოულოდნელად ყველასთვის გადაიდო. მე ფიქრობ და ვარაუდობ ამას, რომ პროკურატურას აქვს ბოლო, ესე ვთქვათ, გაფხაკურების, მე არ მოვეხები არც ერთ შემთხვევაში მთელ მართლაც არაჩვეულებრივი გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ პროკურატურაში წლების მანძილზე არიან წესიერი ადამიანები, მაგრამ სამარცხვინოა, რომ ამ უწყებას და ასეთ პროფესიონალ ადამიანებს ხელმძღვანელობს ორი ყოლად ამორალური ადამიანი, ეს არის თავარი პროკურორი და მისი მოადგილე. მოადგილე ბატონი შოთაძე, რომელიც მოგახსენებთ ეხლავე, რომელიც არის ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში, აქვს ორი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან, ერთი არის, რომ ან მისი თავი გაგორდება, მისი და მისი უფროსის, ან მას აქვს ჯილდოდ გარანტირებული მთავარი პროკურორის ადგილი. მინდა უთხრა მას, რომ როგორც საკუთარ ყურებს ისე ვერ იხილავს იმ მთავარი პროკურორის ადგილს, ამიტომაც ჯობია დროულად შეეგუოს ბეს, არავითარი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია, მე არ მინდა რომ ჩემი რაიმე განცხადებებით ოდნავი ზეწოლის ცდილობაც კი მქონდეს სასამართლოსთან მიმართებაში, მინდა იმედი გამოხატო უბრალოდ, რომ სასამართლო კარგად საფუძვლიანად გაეცნობა ადვოკატების მიერ წარმოდგენილ, ესე ვთქვათ, არგუმენტებს და ეს საქმე საბოლოო ჯამში დასრულდება წესიერი, ღირსეული, პატრიოტი ადამიანების სასარგებლოდ. გამოჩნდება თქვენი ნებართვით, მე ისე მინდა მიუბრუნდე პირველ კითხვას, რომელიც დაგისვით. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ნაციონალური მოძრაობა
მოძრაობიდან წასული ეს 4-ეული ვიხილოთ თავისუფალ დემოკრატებთან ალიანსში. მარტივი პასუხი არის ეს, მინდა დავამშვიდო კონსპიროლოგები, ნამდვილად სხვა მიმართულებით იმუშაონ, იფიქრონ, ეძებონ, შეიძლება არაფერს არ გამოურიცხავრო, შეიძლება რაღაცა სხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ისე როგორც იმ 12 დეპუტატთან მიმართებაში, არც მე არ მინდა ეხლა არანაირად კონსპირაციაში შევიდე, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიდრე კოალიცია შეიქმნებოდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, ასე თუ ისე, ასეთი წარმატებით თუ ისეთი წარმატებით ვიბრძოდით სწორედ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად უსამართლობას თესავდა. ჩვენ ეს რეჟიმი ერთად დავამარცხეთ და ის ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომაც ეხლა ამ ადამიანებს როგორი პერსპექტივა აქვს, სივცე ღია, ნება მათია, მე არ მგონია რომ მათ რაღაცა განსაკუთრებულ წერვალებს მიაღწიონ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მათ რაიმე ფორმით ასოცირებას, გაწევრიანებას, ინტეგრირებას მე როგორც გენერალური მდივანი მთელი ჩვენი პარტიის სახელით ასევე თავმჯდომარის დადასტურებით შემიძლია მოგახსენოთ რომ გამოვრიცხავ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო სტუმარი და ალბათ მასაც დააინტერესებს ახლა ინფორმაცია, რომელიც უნდა მაყურებელს გავაცნო. პირველი რადიო ავრცელებს ამ ინფორმაციას. მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა უკრაინული მედიის ინფორმაციით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპერატორებს ვთხოვ რომ რეაქციების გარეშე თუ შეიძლება სიმშვიდე. უკრაინული მედიის ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინ ინფორმს პრეზიდენტი პოროშენკოს ადმინისტრაციაში წყარომ დაუდასტურა. დიახ, უკრაინ ინფო სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენა 30 მაისს მოხდება. საქართველოს ექს-პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშნვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკოც ადასტურებს. სააკაშვილი გუბერნატორობის პარალელურად პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობასაც შეინარჩუნებს. მაშასე შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. ამაზე ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს. არის თუ არა ისევ ხაზი არ ვიცი ალექსი პეტრიაშვილი. საინტერესო იქნებოდა მისი პირველი კომენტარი და შემდეგ უკვე პირველ კომენტარს მანანა კობახიძისგან მოვისმენთ. რა სიტყვით? არ ვიცი ეს რამდენად შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ აშკარად დაქვეითებისკენ წავიდა მიხეილ სააკაშვილი ახლა გუბერნატორობა თუნდაც ისეთი ყველასთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი რეგიონის და ქალაქის როგორც არის ოდესა დამაკნინებელია მისთვის ნამდვილად. მინდა გითხრათ, როგორც ჩანს მისი მრჩევლობა უკვე რაღაცა საფინიშო სწორზე გადის, მაგრამ არ მინდა ახლა ვიმსჯელო, ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ კი ასეც იქნება ეს უკრაინის ხელისუფლების გემოვნების ამბავია, მათი გადაწყვეტილების ამბავია, მაგრამ არ ვიცი, მე ნამდვილად არ მგონია რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და არ მგონია რომ მიხეილ სააკაშვილს ასე გაუნელდეს ამბიციები და გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდეს. დიდი მადლობა ბატონო ალექსი. ალექსი პეტრიაშვილი იყო რეაქციის სტუმარი. მე მას ვემშვიდობები და პირდაპირ ეთერში გვერდება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე და სახელისუფლებო პოზიციას სწორედ ქალბატონი მანანასგან შევეცდებით რომ მივიღოთ, შევიტყოთ ეს პოზიცია. პირველ რიგში მე მინდა დაგისვათ კითხვა. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო. პირველ რიგში ხელისუფლების პასუხი. როგორ აფასებთ იმ ყველაფერს, რაც განვითარდა პროცესები ნაციონალურ მოძრაობაში? გულისხმობ მისი ლიდერების მხრიდან გუნდის დატოვებას. როგორი იყო თქვენი რეაქცია და როგორ აფასებთ თქვენ? მათმა თანაგუნდელებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მათ ვერ გაუძლეს ოლიგარქის ზეწოლას, ბიძინა ივანიშვილის ზეწოლას და ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სასარგებლო თამაში ითამაშეს. რა სიტყვით? რა თქმა უნდა, ახლა ამ ბოლო მოსაზრებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცოტა სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ახლა ზეწოლები, არ ვიცი, გოგა ხაჩიძეზე ან ზურაბ ჯაფარიძის მიმართ, ახლა ეს ცოტა სასაცილოა. რაც შეეხება იმას, თუ რატო დატოვეს პარტია, რა ვიცი, თვითონ ვერ გარკვეულან, ახლა ჩვენ უსმენდით მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს ბატონ ჭიაბერაშვილს. ნუ ამ ესეც დასტურია, რომ მხოლოდ ჭიაბერაშვილი ჩართეს თქვენთან ეთერში და სხვა არც ერთი მათგანი ლიდერი არც დეპუტატი არ ჩაერთო. ნუ როგორც ჩანს, თავს არიდებენ ამ საკითხზე მსჯელობას, არ სურთ, არ სიამოვნებთ.
და მესმის ახლა შიდა რაღაც სამზარეულოს გამოტანა გარეთ არ სიამოვნებ და ამიტომაც ზურაბ ჭიაბერაშვილს გადასცეს ასე ვთქვათ ეს პასუხისმგებლობა და ვფიქრობ რომ მაშიც ჩანდა დაბნეულობა. ნუ ვიტყვი რომ ეს მათი შიდა საქმეა. ვფიქრობ რომ იქ გარკვეული პრობლემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდანვე იყო. დარწმუნებული ვარ რომ შიგნით ამ წაგებამ არჩევნებში დამარცხებამ გარკვეული დაპირისპირებები გამოიწვია. და ალბათ დღეს თუ ხვალ ეს მოსაოდნელი იყო, მაგრამ როცა ახლა პარტიას ტოვებს ერთ-ერთი მესაჭეო, როგორც მას უწოდეს ბატონ ჯაფარიძეს და აღმასრულებელი მდივანი, მასთან ერთად ბატონი ხაჩიძე, რომელიც ძალიან აქტიური სახე იყო, ხო, ნაციონალური მოძრაობის და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სპიკერი თქვენც ასე ბრძანეთ, ისევე როგორც პავლე კუბლაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო და ძალიან აქტიური პოლიტიკოსი წინამოწვევის პარლამენტებში და შემოქმედი ალბათ ყველაფერი იმისა და თანამონაწილე იმისა, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, ნუ ბჭყალებში აკეთებდა ალბათ რასაც ისინი ასე ვთქვათ ქვეყნის წინაშე იმ არასწორ ნაბიჯებს დგავდნენ, რასაც დგავდნენ და რის გამოც ისინი წავიდნენ კიდევაც ხელისუფლებიდან, ხო? ამ ყველაფრის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბატონი პავლე. აქედან გამომდინარე, ახლა იმაზე საუბარი, რომ რაღაცა არაფერი ხდება, ეს არ არის, ხო? ლიდერები ტოვებენ პარტიას, ეს უკვე ნიშნავს პრობლემას და შიგნით როგორც ჩანს არის პრობლემა, მაგრამ მეორეა, რომ ახლა როცა ახალ სახეებზე საუბრობენ ბატონი პავლე როცა საუბრობს ამაზე ცოტა მართლა უხერხულია, იმიტომ რომ ახალ ადამიანებს თვითონაც შეუძლიათ შექმნა, ხო? პოლიტიკური ძალა და სულ არ ჭირდებათ, მე მგონი ამისთვის პავლე კუბლაშვილი ან გოგო ხაჩიძე. მას რა ხდება, ქაბატონ მანა? თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შანსი, რომ ეს იყოს ისევ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტიის შექმნის მცდელობა, თუ კი თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებას ამ ცვლილებებს ამ წამოსვლასთან არაფერი კავშირი არ აქვს? დაახლოებით ის მახსენდება თუ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილი რო შევიდა მოქალაქეთა კავშირში მერე გახდა ოპონენტი, თითქოს ოპონენტი, შემდეგ იმ ბირთვმა, რომელიც რეალურად ქმნიდა მოქალაქეთა კავშირს და ლიდერებმა ამ პარტიის შექმნეს ნაციონალური მოძრაობა, ეხლა ეს ლიდერები ყოველ შემთხვევაში სამი მაინც ქმნიან რაღაც ახალ პოლიტიკურ გუნდს, მე მაინც დავარქმევდი, რომ ეს არის ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობა, ოღონდ რაღაც ახალი სახელით იქნება. მე ნამდვილად ვერ შევაფასებ მათ, რომ რაღაცა ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდება მათი სახით, ისინი იმდენად მჭიდრობმაში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ძალიან გაუჭირდება საზოგადოებასაც რაღაც სხვა სახელი დაარქვას მათ. კი, მაგრამ არის თუ არა გამოიწვეული, რომ ხელისუფლებას აწყობდა და სწორედაც რომ წამოიყვანა ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობიდან. მე შეგახსენებ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიიდან ბევრი ისეთი ადამიანი წავიდა, რომელიც ოფიციალურად არ გაწევრიანდა ქართულ ოცნებაში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათი ხმები სწორედ ქართული ოცნების სასარგებლოდ მიდის. ანუ იყო თუ არა ეს შეიძლება ითქვას თქვენგან წამოსული სწორედ ნაციონალების დასასუსტებლად, რატომ არ უნდა განვიხილოთ ეს ვერსია? არანაირად ეს არ იყო ჩვენთან არც დაგეგმილი და არც რაიმე წვლილი ამაში ქართულ ოცნებას არ აქვს და კიდევ ვიტყვი ის პირები, ვინც დღეს უმრავლესობაში არიან და კი მართალი ბრძანდებით გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ, ეს ადამიანები არ არიან ქართული ოცნების წევრები. მინდა გითხრათ, მე გულისხმობ პარტიას და რომელიმე ასე ვთქვათ პარტიული პარტიის წევრები. ამ შემთხვევაში, როცა დეპუტატი ვარ, შეიძლება ამერქვას ქართული ოცნება. აქ საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღო მონაწილეობა და ეს ბუნებრივიც არის. ბევრი ქვეყნის პარლამენტში ხდება ასე, სრულიად შეიძლება უპატიო იყოს ადამიანი, მაგრამ ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდის ამ პარტიის გადაწყვეტილებებს ეთანხმებოდეს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, აქ საუბარია იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას არანაირად არ შეიძლება ქონოდა რაიმე ბმა ეხლა შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც მიიღეს, რომელიც თავადვე უკვირთ და არ ვიცი 60-ზე მეტი წევრი ყოლიათ პოლიციაში და თავად მათ არიციან მიზეზები თუ მალავენ თუ არ განმარტავენ. ვერ გეტყვით, მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ ხალხს, ვინც სააკაშვილს დახუთხრა არა, რა თქმა უნდა, მათ სურთ თუ კი საერთოდ ნაციონალური მოძრაობა, აი იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, მიხეილ სააკაშვილით, ვანო მერაბიშვილით, ახალაიებით, ადეიშვილით, თუ ასეთი ფორმით აღარ იარსებებს, ეს სურს ზუსტად ქართულ საზოგადოებას. მე ვფიქრობ, დიდი ხანია ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია, ზუსტად ის არის მათი პრობლემა, რომ ვერაფრით ვერ ემიჯნებიან და ვერ აღიარებენ იმ დანაშაულებს, აქ მხოლოდ შეიძლება შეცდომაზე საუბრობდნენ ახლა რაღაცა ძალიან ესე ვთქვათ, მოკრძალებით.
შეცდომებზე არა ბატონებო, უნდა ისაუბროთ, რა თქმა უნდა, მე მათ გასაგონად ვამბობ, მათ უნდა ისაუბროს სწორედ იმაზე, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა, დიახ, იმ კონკრეტული პირების მხრიდან შექმნილი სისტემა, რომელთა ნაწილიც უკვე განაჩენის მიხედვით იხდის სასჯელს, რომელთა მიმართაც ბრალია წაყენებული, მთელი პრობლემა მათ იმაშია, რომ ისინი ვერ ემიჯნებიან მიხეილ სააკაშვილს, ვერ აღიარებენ იმას, რომ დიახ, ვანო მერაბიშვილი იყო დამნაშავე, ვერ აღიარებენ იმ ახალაიების, ასე ვთქვათ, იმ საქმიანობას, რომელსაც პირდაპირ ბმა და კავშირი ჰქონდა, დიახ, ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან, წამებასთან, ადამიანების დამცირებასთან, იმ პრობლემებთან, რაც შეიქმნა ზოგადად წლების განმავლობაში ქვეყანაში, ხო? ამას ისინი არ აღიარებენ, ამას ვერ ემიჯნებიან. დანაშაულს ვერ არქმევენ დანაშაულს. დამნაშავეს ვერ არქმევენ დამნაშავეს და ეხლა რაღაცა ახალი სახელი დაირქვან, რაღაცა გაკეთილშობილებას თადონ, რაღაცა ფერის შეცვლას თადონ და სახელი გადაირქვან. ნუ საზოგადოებას ხო ვერ მოატყუებენ. ქალბატონო მანა, კარგად იცის, რომ რეალურად ესენი არიან ორგანულად და იდეოლოგიურად მათთან დაკავშირებული. ქალბატონო მანა, 2 წუთის წინ ალექსი პეტრიაშვილმა ასეთი შეფასება გააკეთა, შეფასება კი არა, უფრო სწორედ, რომ ანუ ნაციონალური მოძრაობაო და ნაციონალური ოცნება. ანუ ისინი უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნება გადაკეტა ნაციონალურ ოცნებად. ძალიან ბევრი ასეთი ტიპის პრეტენზია გაისმის დღეს ქართული პოლიტიკოსების მხრიდან და ერთ-ერთი სწორედ დღეს გაჟღერდა თეატ ლუკიანის კიევში ვიზიტს გულისხმობ, როდესაც იგი იჯდა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე, სააკაშვილის თანაგუნდელი. რა სიტყვით ამაზე? ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა იმ ადამიანების მხრიდან ამ შეხვედრას, მაგალითად გეტყვით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. ვიცი, ქალბატონო, ნახე, წავიკითხე, ვიცი, საზოგადოებამაც წაიკითხა ალბათ. ნუ იცით რა არის, აქ დგას საკითხი ასე, ხო, აი დღესაც არ ვიცი გავრცელდა ინფორმაცია, სიმართლეა თუ არა, ჯერ არ ვიცით, იგივე სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ, ხო? აქ საკითხი დგას ასე, ჩვენ გვინდა პარტნიორი ქვეყანა, მეგობარი, მეზობელი, ჩვენს მიმართ ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხო, აშკარად კეთილგანწყობილი ჩვენი მეგობარი უკრაინა, გვინდა როგორც პარტნიორი და გვინდა მასთან როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობა, თუ ჩვენ ეს ურთიერთობა უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად გეწაძის გამო, ან კვიტაშვილის გამო, ან სააკაშვილის გამო. მე ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერესები არის ეს უკრაინის ხელისუფლებაში. ამაშია საქმე. ნუ ეს არის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანი, სუვერენულია დღეს უკრაინა და მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ამ ქვეყანას ვუსურვო დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და ეს მათი არჩევანი. მე მაინც მგონია, რომ ალბათ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი გამოჩნდება. პირი, რომელიც საკუთარ ხალხს არ უნდოდა, საკუთარმა საზოგადოებამ და საკუთარმა ამომრჩეველმა გაისტუმრა პოლიტიკიდან. როგორ შეიძლება ეს ხლას გამოადგეს? ეს ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში თავიც გამოიჩინოს ხვის სამსახურში და ისტორიაში არის ასეთი მაგალითები, შეიძლება გამოიჩინო და რაღაცა მოაჩვენო თავი ადამიანებს, ესეთი ხდება, მაგრამ ალბათ დრო გავა და მე არ მგონია რომ ბოლომდე ასე ვთქვათ შეინარჩუნოს იქ თავისი პოზიციები ყოფილმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხი გონიერია, არ მგონია რომ 50 მილიონიან ქვეყანას თუ უფრო მეტნი შეიძლება არიან. კონდეს იმის პრობლემა, რომ გუბერნატორის ასე ვთქვათ კანდიდატურა მოძებნოს ან მინისტრის კანდიდატურა. როგორ გითხართ, იცით, ცოტა გასაკვირია. ფორმაში უბრალოდ ვერ ვიცი. კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკები იქ არიან, ხო? ეხლა ჩვენ რა ვქნათ, ამის გამო გავწყვიტოთ ერთ-ერთ სტრატეგიულ აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის აი ამ პროექტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა გავაფუჭოთ. მე მგონი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება სწორი. ჩვენ იქ სააკაშვილს კი არ ველაპარაკებით და გეწაძეს კი არ ვესაუბრებით. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს ვესაუბრებით. უკრაინის სახელმწიფოს ვესაუბრებით. ამიტომ ესე არ შეიძლება ალბათ საკითხის დაყენება და მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავის სახელით დაერქმევა უკრაინაშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. დიდი მადლობა ქალბატონო მანა, წარმატებას გისურვებთ. მარინა ყობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, იყო რეაქციის სტუმარი. ახლა კი პირდაპირ ეთერში ვთავთ ლეიბორისტული პარტიის ოფის და შალვა ნათელაშვილის თემას მივესალმები. საღამომშვიდობის ბატონო შალვა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო საღამომშვიდობის, დიახ, შალვა ნათელაშვილი არის ხაზზე.
რეაქცია როგორ იყო თქვენი, როდესაც გაიგეთ ამ კვირის მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს, რომ ნაციონალური მოძრაობიდან წავიდნენ მისი ლიდერები? ქონდა ჩემი რეაქცია, როგორც თქვენი თქვით ხოლმე, ხო? როგორი იყო ეს რეაქცია? უპირველესად თქვენს მდიდარ ტიტულატურას დაემატა ახალი სტატუსი, რასაც ქვია ფრონტული ჟურნალისტი. ვიროცავთ ავღანეთიდან მშვიდობიანად დაბრუნებას. დიდი მადლობა, მადლობა. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ამჯერად უკვე შიდა ფრონტზე, ჟურნალისტურ ფრონტზე მომავალი აქტიურობისა და ახალი ვარსკვლავების დასაკრეფად. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მასალა ჩამოვიტანეთ, რომელსაც ნახავს მაყურებელი კვირას იმედის კვირაში ავღანეთიდან. დიახ. მოუთმენლად ველოდებით. მადლობა, ბატონო. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიმღერა, სხვა საქართველოს სად არის, რომელი კუთხე ქვეყნის. პოზიტიური გაგებით. ეხლა ეს სიმღერა შეიძლება შევატრიალოთ უკვე ნეგატიური გაგებით და ვთქვათ, რომ სად არის სხვა ქვეყანა, კუთხე ქვეყნისა, სადაც შეიძლება მილიონერთა დიქტატურა არსებობდეს. სადაც შეიძლება მოვიდეს ქვეყნის მმართველად 7 მილიარდიანი მუთაკა და კიდევ გაღატაკებული ქვეყნის ხარჯზე იშოო 7 მილიარდი და გადაიტანოს ის ოფშორულ კუნძულებზე. სად რომელი ქვეყანა შეიძლება არსებობდეს კიდე, რომელსაც ეყოლება ენერგეტიკის მინისტრი და ამ მინისტრის საკუთრებაში იქნება 19 ჰიდროელექტროსადგური და მის ინტერესებში არ იქნება ტარიფის სამართლიანი შემცირება, პირიქით ტარიფის ზრდა იქნება მის ინტერესებში. სად რომელ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს პრეცედენტი და სიტუაცია, როდესაც ერთი და იგივე ჯგუფი, ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება პოლიტიკაში შემოტრიალდეს სხვადასხვა ფერებით, სხვადასხვა სახელებით, სხვადასხვა დეკორაციებით და ეს ხალხმა გულწრფელად მიიღოს, დაიჯეროს და გაყვეს. აი ახლა წეღან ქალბატონმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ აი სააკაშვილი და ჯგუფი მოქალაქეთა კავშირი ვინ შექმნა, მერე გამოვიდა მისი ოპონენტი, გარდაიქმნა ნაციონალურ მოძრაობად და ამას ხალხი გაყვაო, ხო? მაგრამ დაავიწყდა პატრიციულ ქალბატონს, ვინ აფინანსებდა მოქალაქეთა კავშირს მილიონობით, ვინ აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას მილიონობით, მისი უფროსი, დღევანდელი უფროსი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ვინ დააფინანსა ფერადი რევოლუცია, ვინ აღჭურვა სპეცრაზმები და სპეცსამსახურები მოსასმენი აპარატურიდან დაწყებული ელექტროშოკები და ხალხის აწამებელი იარაღებით, მისმა უფროსმა. შესაბამისად, ჩვენმა ხალხმა და დიდმა ნაწილმა მისმა უნდა პოლიტიკურ მეხსიერებას მიხედოს. მეც მეხება ეს, უნდა მივხედოთ პოლიტიკურ მეხსიერებას, უნდა ვიცოდეთ ვინ რით სუნთქავს, ვინ საიდან მოვიდა. ის კი არა მთავარი დღეს ვინ წარმოგვიდგება გამოწყობილი ახალ ფორმატში, ახალი ტერმინოლოგიითა და იდეოლოგიით. გუშინ რა იყო? იმიტომ რომ რაც გუშინ იყო, ის დღესაც იგივე დარჩება და ხვალ კიდევ უარესი იქნება. აგერ ახლა მაგალითად ავიღოთ, იქ არის უმრავლესობაში ამას დავარქვი მე ქართული პოლიტიკის დიძიგურიზაცია. ბატონი დიძიგური, მხედრიონში, ბატონი ჯაბას ეჯდა მაგიდაზე მოწიწებით, ნახეთ სურათები. გამორიცხეს მხედრიონიდან, წავიდა გვალმაგიდაში ბატონ ზვიათთან. გამორიცხეს გვალიმაგიდიდან, გადავიდა მიხეილ სააკაშვილთან. გამოაგდო მიხეილ სააკაშვილმა, მიეყიდა ბადრი პატრაკაციშვილს. წამოვიდა ბადრიდან, გადავიდა ივანიშვილთან. ეს ახსოვს ვინმეს? ახსოვს ვინმეს, რომ მრეწველები რამდენ ბლოკში, რამდენ ფორმატში, რამდენ ალიანსში ერთად მოტრიალდნენ ქვეყნის საჯიჟნად და საკვლეფად. სადმე რომელიმე ქვეყანაში არსებობს პარლამენტი, რომლის დეპუტატი ზის და წამლების ფასს ადგენს და წამლებს ყიდის, ისევე როგორც პსპ-ს მართველი ოქრიაშვილი. სადმე რომელიმე ქვეყანაში არსებობს დეპუტაცია, რომელსაც ხელთ უფხრია ნავთობის ბიზნესი და ნავთობის ფასიც მათი დასადგენია, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში ენუქიძე და ლიპარტელიანი. რაც შეეხება ახლა ამ დაშლა არ მოშლებს და დაშლა გამოშლებს, ინგა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ მე მგონი ოცნებას ურჩევნია საკუთარი თავი იტიროს. ნაცმოძრაობა დაიშალა მაშინ, როდესაც პირველად ეს არჩევნები წააგო. რატომ უნდა იტიროს? ხელისუფლებაშია ოცნება და ერთი წლის შემდეგ აცხადებს ისევ პრეტენზიას ხელისუფლებაში დარჩენაზე. რამე პრობლემა ექნება? ვინ აცხადებს პრეტენზიას დარჩენაზე? ივანიშვილი? ისევ ქართული ოცნება ამბობს, რომ იგი ისევ მოიგებს ამ არჩევნებს. ხო, აი ქართულ ოცნებას მე ძალიან ვშიშობ არ მოუწიოს მათ მიერ დაპატიმრებული მერაბიშვილის და ახალეას საკნების გვერდით მოთავსება ძალიან ბევრ ნაწილს. რატომ? რა ჩაიდინეს ისეთი ქართული ოცნების წევრებმა? რომ შესაძლებელია ისინი ციხეში აღმოჩნდეს. ქართული ოცნების წევრებმა მათი ლიდერის ივანიშვილის მეთაურობით აი ამ 2 წელიწადში თვითოულ ჩვენგანს მოპარეს იმაზე მეტი, ვიდრე მოიპარა
შევარდნაძის და სააკაშვილის მაფიამ 20 წლის განმავლობაში. ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება ამას მათ არასოდეს არაპატიებს და მწარედ გადაუხდის. და რაც მთავარი, ახლა თქვენ ერთად ბრძანდებოდით ავღანეთში და მე არ მინდა ახლა ეს თქვენ საწყენად მიიღოთ, უბრალოდ უნდა ყველაფერი ითქვას, ხო? ბიძინევანიშვილმა არა მარტო პასუხისგებლობა მოიხსნა, გადგა გვერდზე, ჩაიმალა იმ თავის ბუჩქებში თუ შუშის სასახლეში, არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და კაცმა კაპიკი არ დადო მის გასამყარებლად. და სამაგიეროდ მისმა ბანკმა 9 მილიარდი მოგება კიდევ მიიღო ჩვენი გამწარებული გაუბედურებული ხალხიდან ამოღებული თანხებით და სამაგიეროდ მან ჩადო მილიონები Turkish Airlines-ში, თურქეთის ავიაკომპანიაში და ეხლა გავიგე ავსტრიის ტელეკომი უყიდია კიდევ და სხვებს ეპატიჯება, შემოდით ინვესტიციები ჩადეთ საქართველოსშიო, რომელი მილიონერი და მილიარდელი მისი კოლეგა უცხოელი შემოაკა და კაპიკ ჩასდებს, როცა ხედავენ რომ თვითონ ეს, რომელსაც ხალხმა ამხელა სიყვარული ნდობა უწილა და კაპიკის გამღები არ არის საკუთარი ხალხის ეკონომიკისა და საკუთარი ეროვნული ვალუტის გადარჩენისათვის თუნდაც და კიდევ მან გააკეთა უარესი რამ ვიდრე ის რაც მე ჩამოთვალე შეიძლება ითქვას გადასცა ძალაუფლება ქართველ მოძულეთა სექტას რომლებიც ყოველივე ქართული სიმტრებია დღეს რესპუბლიკურ პარტიას წოდებულ სექტას დღეს უთუნებთ რესპუბლიკურ პარტიას ბატონო შალვა ეს რაღაცა ისეთი პოლიტიკური აკრიატება ხო არ არის თქვენი რეაქცია და ამიტომ დაგამშვიდეთ თავი და რო არ წენოდათ მე რატომ უნდა მეწყინოს მე არ ვარ რესპუბლიკური პარტიის წევრი უკაცრავად რატო ფიქრობთ რომ არა ვიცი მაგრამ ახლა მაინც ელემენტარული ძილობის და ეთიკის ამბავი რომ არ გინდა თქვენ რა ბატონო შალვა მე ავღანეთში ვიყავი თავდაცვის მინისტრთან ერთად და არა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ის თავდაცვის მინისტრი გახლავთ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომელმაც 2000 წელს სოჩში მიმდინარე პრესკონფერენციაზე და კონფერენციაზე განაცხადა რომ აფხაზეთს არ მიიჩნევს ქართული სახელმწიფოს ნაწილად და რომ აფხაზეთს აქვს დამოუკიდებლად არსებობის უფლება და ეს პიროვნება დღეს არის თავდაცვის მინისტრი რესპუბლიკელების წინააღმდეგ ეს კამპანია დიდი ბევრი წლის წინ დაიწყო პრაქტიკულად იდეოლოგია დაანგრია ტერიტორიული მთლიანობის ტერიტორიების დაბრუნების ახლა დავდივარ საზღვრის ხაზზე და ამის ყველა რუსულ მესაზღვრე მიცნობს იმ გატაცებების შემდეგ სოფლები უპატრონთ არის მიტოვებული თავდაცვის მინისტრი ავღანეთში სეროს იქ ჩასულიყო აცში იმ უკაცრავად რას ნიშნავს ავღანეთში სეროს თავდაცვის მინისტრი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩავიდა იქ სადაც არიან ქართველი ჯარისკაცები და ჩემი აზრი თუ გაინტერესებს მაშინ ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება რაც შეიძლებოდა რომ თავდაცვის მინისტრს მიეღო ერთი წამი ყველაზე კი გადაწყვეტილება იყო იმ გატაცებული ადამიანების ოჯახში მისულიყო უსუფაშვილი და ხიდაშელი დაემშვიდობინათ მოფერებოდნენ იმედი მიეცათ რომ ტერიტორიები დაბრუნდება და ოპტიმისტურად დაეტოვებინათ ისინი და მერე წასულიყვნენ ავღანეთში არა მას არ უსეირნია უბრალოდ თუ ამას გეუბნებით ის იყო კაბულში და იყო მაგრამ ავღანეთი სხვა ქვეყანაა ავღანეთი არ არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ჯარისკაცი ჩვენი შვილი უნდა თავის სამშობლოსთვის იბრძოდეს ჩვენ არაფერი გვესაქმეა ვიმეორება ავღანეთში და არაფერი გვესაქმება ცენტრალურ აფრიკაში და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ეროვნული ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მოთანამშრომლე ჩვენ უნდა ვათანამშრომლოთ ამერიკა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე და არ ვაჩხუბოთ ისინი ერთმანეთს ჩვენ დავაპირისპირეთ ამერიკა და რუსეთი საქართველოში დააპირისპირეთ რუსუფაჩულებმა ხიდაშელმა და კიდევ ვიღაცებმა და დავკარგეთ ტერიტორიების 20% თუმცა მაშინ ოპონირებას გაგიწევთ ხო ოპონირებას გაგიწევთ თუ შეიძლება როდესაც თქვენ ამბობთ ავღანეთში ოპონირებას მიწევთ რაც ხიდაშელი და უსუფაშვილი ვახსენე არა რატო ეჭვიანობთ ამ რესპუბლიკელებთან დაკავშირებით ჩემზე არ მესმის არა არ მეჭვიანობ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობაში მილიარდელმა ბანდიტმა მოიყვანა ქართველთ მოძულე სექტა რომელსაც ზულს ქართული რელიგია ეკლესია ზნე ჩვეულება წესები და იქამდე მივიდა საქმე ბევრი ადამიანი ამას შეიძლება არ დაგეთახმოთ თუ არ გინდათ მალაპარაკოთ ქალბატონო ინგა მაშინ მე გავშერდები იქამდე მივიდა საქმე რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონო უსუფაშვილი იძლევა ინტერვიუს სადაც აცხადებს მეო შემშულებს არ ვეუბნები რომ სამშობლო გიყვარდეთო თქვენ უნდა გიყვარდეთ ის ქვეყანაო სადაც კარგად იცხოვრებთო ამ დროს მე შემშულებს ვეუბნები რომ თუ სამშობლო უბედური იქნება თქვენც უბედურები უნდა იყოთ არ უნდა იყოს ბედნიერები ხედავთ რა განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და ეს ჯგუფია დღეს ჩვენი ხელმძღვანელი და ეს ჯგუფი რო ჩვენი ხელმძღვანელია იმათი ბრალი კი არ არის ეს არის
აი ამ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფური აზროვნების შედეგი, რომელსაც ნაცებზე ადრე თვითონ დაეშალა პარტია. ნაცებზე ადრე მაგას გამოექცა ალასანიას პარტია, ნაცებზე ადრე მაგას მოვიდა განხეთქილება თავისივე დასახელებულ პრეზიდენტთან და სათოფეზე არ ეკერებენ ერთმანეთს. ნაცებზე ადრე მაგას მოვიდა განხეთქილება თავისივე დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან, ნაცებზე ადრე მაგას მოვიდა განხეთქილება თბილისის მერთან. რა გაუხარია? რუარეყიდან, ნაცებიდან ის ბერულაშვილის და ენუქიძის ჯგუფი უმრავლესობა დაშლილი ქონა მაგრამ გაჭირვებული იმ გაგებით რომ გაიკოტრა თავი, საერთოდ გაიკოტრა თავი და ჟობდა ის დარჩენილი იყო იმ ლეგენდით, რომელიც ლეგენდის თანახმადაც აი ქველმოქმედი, რაინდი და ხელში შეგვჭა აბსოლუტური ჩუჩელა მაპატიეთ, აბსოლუტური პოლიტიკური საფრთხობელა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაანადგურა და მიიყვანა აი იმ უკანასკნელ ზღვრამდე, რომელიც ზღვარის იქითაც არსებობს ერთადერთი ვერდიქტი. ამ ვერდიქტს ქვია გეყო წადი სახში, დაგვანებე თავი. მე ვაცხადებ, ლეიბორისტული პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ უშველოს ამ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია ათანამშრომლოს რუსეთი და ამერიკა ჩვენს ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, იმისათვის, რომ სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ, იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი არ გარბოდეს სამშობლოდან, იმისათვის, რომ წასული იმიგრანტები დაბრუნდნენ, იმისათვის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, ეს ძალა ჩვენ ვართ. ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას, მოგეცით ხმა მასობრივად, არ მჭირდება თქვენი სიყვარული. ვისაც არ გიყვარვართ, ნუ შეგიყვარდებით. მე უნდა მქონდეს საშუალება ჩემს ქვეყანას მივხედოთ თქვენთან ერთად და გავწმინდო იმ პარაზიტიზმისაგან, რომელიც ასე უხვად დაგვეხვია თავს, მაგრამ არ აუშავს მუმლი მუხასაო. მუხას პარაზიტები ვერასოდეს ვერაფერს ვერ უშლებიან და საქართველოს გაიმარჯვებს. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ეს იყო ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მართლა გამიკვირდა ეს ეჭვიანობა რესპუბლიკელებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ავღანეთი ახსენა ეხლა ბატონმა შალვამ, თქვენ ამ რეპორტაჟს კვირას ნახავთ იმედის კვირაში საღამოს 8 საათზე. მე იქ ვახდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, არა რომელიმე პარტიის ლიდერს და პლუს ეს ჩემი პოზიციაა და პასუხი. არ ვიცი შეიძლება ისევ არის ხაზზე შალვა ნათელაშვილი და უკვე 2 წუთში ნინო ბურჯანაძე ჩაგვერთვება. კი, ხაზზე ვარ, მე მაშინ მე ვიტყვი ერთ, მე იქ ძალიან ბევრ ქართულ ჯარისკაცს ვესაუბრე და მათთვის ძალიან არასაშიშ ჩასვლა, მაგრამ მე არ მომწონს ის რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრია პიროვნება, რომელიც აფხაზეთს დამოუკიდებლად აღიარებს. კარგით. მადლობა. ეს იყო შალვა ნათელაშვილი, მე კი ვიტყვი ერთს, რომ იქ მყოფ ქართულ ჯარისკაცებს, რომელთაგანაც მე ძალიან ბევრთან ჩავწერე ინტერვიუ, მსგავსი განცხადებები მინიმუმ აღიზიანებს და ისინი ამბობენ, რომ კი, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კი, სოციალური მდგომარეობის გამო ძალიან ხშირად ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ წავიდნენ და იმსახურონ იქ, სადაც მსახურობენ, მაგრამ თავარი აქ არის საქართველო და კიდევ ერთი უბრალოდ ეს ჩემი პოზიციაა, გამომივიდა ისე, რომ კვირამდე მომიწია ეხლა ამის თქმა, მაგრამ ბატონმა შალვამ გამიაქტიურა ეს თემა. მე პირადად ვთვლი, რომ რა წლების განმავლობაში ამ ქართველი ჯარისკაცების მიერ იქ მოხდილი მისია, იქ ამ მისიაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყანა ალბათ ძალიან ბევრ დახმარებას, თუნდაც იგივე ეკონომიკური მიმართულებით, ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო დონეზე ალბათ ვერ მიიღებდა. დანარჩენზე ვისაუბრებთ იმედის კვირაში, მე წარმატებას ვუსურვებ ლეიბორისტების ლიდერს და ახლა კი ნინო ბურჯანაძე არის ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. საღამომშვიდობისა ხალბატონო ნინო, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მინდა დაგისვათ თქვენ შეკითხვა იმ თემაზე, რითიც გავხსენით დღევანდელი ჩვენი გადაცემა. თქვენ იყავით თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, შემდეგ წამოხვედით, მას შემდეგ გავიდა ძალიან ბევრი დრო, ძალიან დიდი დრო და დღეს უკვე 3-4 ადამიანი მოდის იქიდან, აქედან 3 არის გამოკვეთილი ლიდერი და სპიკერი. როგორი იყო თქვენი რეაქცია ამ თემაზე? ცოტა მიყვირს ინგა, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის არა, კოალიციას გულისხმობ, ანუ მთლიანად მოძრაობას, რევოლუციურ ტრიუმვირატს თუგნებავთ დავაკონკრეტოთ. მაშინ ეგრე დავარქვათ, იმიტომ რომ პრინციპული განსხვავება არის. ნაციონალური მოძრაობის არა მარტო ლიდერი არასოდეს არ ყოფილვარ, არამედ წევრიც არასოდეს არ ყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის და უფრო მეტიც. არაერთგზის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის სააკაშვილს, განუმარტიათ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ პრობლემა იყო მათთვის ჩემი საერთოდ იმ გუნდთან ახლოს ყოფნა, იმიტომ რომ პრინციპულად განსხვავდებოდა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთთან. რაც შეეხება რევოლუციურ ტრიუმვირატს, ნამდვილად ვიყავი ამ ტრიუმვირატის ნაწილი და ნამდვილად მიმაჩნია, რომ ტრიუმვირატის დანარჩენ წევრებსაც ისევე რომ შეესრულებიათ ის პირობები, რომელიც თავიდან იყო ჩადებული ჩვენ შეთანხმებაში, როგორც ეს გავაკეთე მე, ნამდვილად სხვა ვითარება იქნებოდა, ნამდვილად მოიტანდა შემდგომი პერიოდის სრულიად სხვა შედეგებს და დღეს საქართველო იქნებოდა ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა და არ გადაიტანდა იმ უბედურებებს, რაც გადაიტანა.
რაც შეეხება წამოსვლას, ასევე პრინციპულად უნდა ვთქვა, რომ მე წამოვედი ნაციონალური მოძრაობის, ესე ვთქვათ, ხელისუფლებიდან, ესე დავარქვათ, მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება პრაქტიკულად ზენიტში იყო და გარანტირებული ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების მოგება და ხელისუფლებაში ძალიან დიდი ყოფნა, დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და წამოვედი აბსოლუტურად გაურკვეველ რეალობაში, იმიტომ რომ რა ოპოზიციაც იყო, ეს თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, ზოგი ხანდახან ვამბობთ, ხანდახან არ ვამბობთ, მაგრამ შედეგები ხალხმა ძალიან კარგად იცით. დღეს სრულიად სხვა ვითარება. ხა დღეს ნაციონალური მოძრაობიდან ვინცად წავა და წამოვა ამას, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას გამოიყვნენ არა მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა, თქვათ, ძლიერი იყო, ზენიტში იყო, ან პერსპექტივა ჰქონდა, არამედ მაშინ, როდესაც რეალურად მართლაც საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელაც კი არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისათვის ბოდიში. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ციხის კადრების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კიდევ უამრავი სხვა უბედურების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის არჩევა სამარტიის თავმჯდომარედ და ვანო მერაბიშვილის არჩევა სამპარტიის გენერალურ მდივნად, ასე რომ ხა ისინი საწავლენ, რა სახელს დაირქმევენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გამკვირვებია ქართული ოცნების, რომელიც ასე უარყოფს, რომ არა ჩვენ ნაციონალური მოძრაობის დაშლაში არავითარი წვლილი არ მიგვიწვისო, თუმცა ვეთანხმები, რომ მეც დარწმუნებული ვარ, რომ მათ არავითარი წვლილი ამაში არ მიუძღვით, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამოცანა არასოდეს არ ყოფილა სამწუხაროდ ის, რასაც ისინი ხალხს რეალურად შეპირდნენ, ანუ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური არენიდან გაქრობა და ნაციონალური მოძრაობის დაშლა და ამის საუკეთესო მაგალითია მათ მიერ დაწყებული კოჰაბიტაცია და თუნდაც ის, რაც სხვათა შორის გამორჩა ხალხს ეიფორიაში, თუმცა მე მივაქციე რამდენჯერმე ამას ყურადღება, მაგრამ გულისხმობ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელ სიტყვებს თავის დროზე, როდესაც მან თქვა, რომ მისი ამოცანა არის ქვეყანაში ტემპერატურის დაწევა, მისი ამოცანა არის პოლიტიკის, ესე ვთქვათ, გაგრილება, მისი ამოცანა არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა მისი ჩვენი თურმე სისხლი და ხორცია ყველასი და არ უნდა გაქრეს, ესე ვთქვათ, პოლიტიკური არენიდან და ქართველები არიან, არ უნდა დავხოცოთ, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ კი პოლიტიკურ არენაზე. ესე რომ კოჰაბიტაცია ლოგიკური იყო, როგორც ჩანს იმვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ქართულმა ოცნებამ ალბათ არც იცოდა ამის თაობაზე დიდმა ნაწილმა, თუმცა თავი დიდად არ მოუკლიათ, იმიტომ რომ საკუთარი ოცნებები შეისრულეს და ეხა ხალხის ოცნებები მათ არ აინტერესებს. მე ვიტყვი ინგა ერთ რამეს, რა მგონია ამ ყველაფრის უკან. ეს არის პირდაპირი მცდელობა, ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, ცალკეული წრეების ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და პროამერიკული ოპოზიციისა, რომ შეიქმნას რაღაცა ახალი პროამერიკული გაერთიანება, მზადდება სერიოზული, ესე ვთქვათ, საფუძველი იმისათვის, რომ ასეთი გაერთიანება შეიქმნას და მე ამას უკავშირებ თუნდაც იმ 31%-ის გამოცხადებას ევრაზიის კავშირის მომხრეებისას, რომელსაც ადრე არასოდეს არ გამოაცხადებდა არც ერთი ამერიკული ინსტიტუტი, აქ არის გამალებული ბრძოლა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს არა ის ძალები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ჩათვლის საქართველოს ინტერესებისათვის ძალიან მნიშვნელოვნად და აირჩევს საქართველოს მოსახლეობა, არამედ აქ არის ბრძოლა იმისათვის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ დავარქვათ, ხელისუფლებაში მოიყვანოს პროამერიკული ძალები, რომლებიც მოემსახურებიან ამერიკის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ხალბატონ ნინო, მე მესმის თქვენი პასუხი, მაგრამ მაინც მინდა თუ შეიძლება ანალიზი გთხოვოთ, ანუ რა იცვლება, ან საერთოდ იცვლება თუ არა რამე იგივე ნაციონალურ მოძრაობაში ამ პროცესის დაწყებით. როდესაც მიხეილ სააკაშვილის და მის გუნდს ტოვებს სამი ასეთი სერიოზული სპიკერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გიორგი მელაძე არ ყოფილა აქტიური სპიკერი, მაგრამ ფაქტია, რომ 4 ძალიან გავლენიანი ადამიანი, როდესაც ტოვებს გუნდს. რას ნიშნავს ეს თქვენი ანალიზი როგორია? ანუ რა პროცესია? ინგა, ბუნებრივია ახლა ეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც და ეს დაეტყო კიდეც პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს, გულწრფელად გეტყვით, რა პროცესია ეს ნაციონალური მოძრაობის პარტიისათვის. მე მაინტერესებს ეს რა პროცესის ნაწილია ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე და ქართული პოლიტიკისთვის. ეს არის ის, რაც მე თქვენ წახან მოგახსენეთ, როდესაც აშკარად არის მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას ბაზისი და საფუძველი, რომ რაც შეიძლება მეტი, ესე ვთქვათ, მეტნაკლებად მისაღები თითქოს და ადამიანი გაერთიანდეს პროდასალურ გაერთიანებაში და ამით გაუმარტივონ იგივე რესპუბლიკელებს, იგივე ალასანიას და მის გუნდს, იგივე თავშუა ცალკეულ წარმომადგენლებს ერთ, ესე ვთქვათ, ქვაბში გაერთიანება, იმის ესე ვთქვათ, შეძახილებით, რომ აი რა ვქნათ ახლა გახსოვთ, ცნობილ ფილმში რომ არის არაჩვეულებრივ ქართულ ფილმში რუსი მოდის, როსი მოდისო,
თითქოს და აი ამ საშიშროებიდან გამომდინარე უნდა გაერთიანდნენ ყველანი ერთად. კაბატონ ნინო, 26 მაისი იყო და მე მაინტერესებს რა შეგიძლიათ თქვენ თქვათ 26 მაისთან დაკავშირებით გისვათ სწორედ შეკითხვას. დღევანდელი რეალობა, რომელზეც თქვენ მუდმივად ბრალდებებს უყენებთ ხოლმე ხელისუფლებას, რომ მან ვერ მოახერხაო თქვენი განცხადებები, რომ გავიხსენოთ სამართლიანობის აღდგენა. ვერ მოახერხა პასუხი გაეცა მთელი რიგი ადამიანებისთვის, ვინც მისგან ითხოვდა ამ სამართლიანობის აღდგენას. დღეს რა შეგიძლიათ თქვათ, მოლოდინი, რომელიც თქვენ გქონდათ ახალი ხელისუფლების პირობებში, იგივე 26 მაისთან დაკავშირებით, გამოძიებასთან დაკავშირებით, მიიღეთ პასუხი. ინგა ძალიან დიდი მადლობა რომ ეს შეკითხვა დასვით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კვირა არის. ჯერ პირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ 26 მაისი არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვისურვო რომ ყველა მომავალი დამოუკიდებლობის დღე იყოს უკეთესი და უკეთესი საქართველოსათვის და არასდროს აღარ განმეორდეს ის სისხლიანი დღე, როდესაც საკუთარმა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის სპეცრაზმზე უფრო საშინელი დანაშაული მოაწყო და გარდა იმისა რომ ხალხი დახოცა სცემა მოედანზე და ვითომ და მოედნის გასანთავისუფლებლად, შემდეგ ეს ადამიანები დააპატიმრეს, წაიყვანეს, აწამეს, სცემეს, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს არავის არ გამოუძიებია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი და მე ვფიქრობ არა მარტო მე, არამედ მთელი საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებულია ამ და სხვა ფაქტების გამო ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. მოლოდინები ხა მე სიმართლე გითხრათ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით დიდი განსაკუთრებული არც მქონდა და თუ გაიხსენებთ ჩემს გამოსვლებს დამეთანხმებით, უბრალოდ მე ნამდვილად დავუჭირე ქართულ ოცნებას მხარი იმის გამო, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი იმ პერიოდში, ისეთი აღტყინება იყო საქართველოს მოსახლეობაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ მოსახლეობის მობილიზაცია მომხდარიყო და სწორედ რომ ქუძეკაცის გამოსვლით უსისხლოდ გაგვეშვა ნაციონალური მოძრაობა. ეხლა დიდი იმედები როგორ შეიძლება გქონოდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, როდესაც მე ძალიან კარგად ვიცი ეხლა იმ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ფასი, რომელიც გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ძალიან კარგად ვიცი რომ ეს ადამიანები კარგად მახსოვს ინგა როგორ გვეძახეს უხარისხო ქართველები და დიდათ ეს არავის არ დაუყვედრებია და არ წამოუძახებია სხვათა შორის იმ ადამიანისათვის და არ უკითხია რატომ თქვით ეს თქვენ საკუთარ ხალხსაო დიახ ირაკლი ალასანიას გულისხმობ ასევე ძალიან კარგად მახსოვს იგივე ქალბატონი დღევანდელი თავდაცვის მინისტრის განცხადებები როდესაც სააკაშვილის პასუხისმგებლობის ნაცვლად ბურჯანაძის და სახალხო კრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა ეს პარტიები იბრძოდნენ მაშინ არა კაშვილის წინააღმდეგ, არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად. აქედან გამომდინარე დიდი იმედები არ მქონდა, მაგრამ ეხა ნამდვილად მქონდა იმის იმედი, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმში არ გადავიდოდნენ და საქართველოს მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილი აი ესე უბრალოდ, ესე ვთქვათ, არ მოატყუებდა. ძალიან ბევრი ტყუილია ქართულ პოლიტიკაში. ინგა, იცით, აი ჩვენ ხანდახან აი მე როდესაც რაღაცას ვამბობ ხოლმე იგივე დასავლეთთან მიმართებაში, ვთქვათ, სკეპტიკურად როდესაც გამოვდივარ, ხედავ ხოლმე ხანდახან აი თქვენს სკეპტიციზმსაც ამ განცხადებებთან დაკავშირებით გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ საქართველო იყოს დასავლური დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, მაგრამ აი თქვენ წეხან ბრძანეთ იგივე ავღანეთში ჩვენს ბიჭებთან დაკავშირებით, რომელთაც მე ნამდვილად ძალიან დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ. არ აქვს მნიშვნელობა რატომ არის იქ ესა თუ ის ადამიანი, ზოგი ნამდვილად გულწრფელად საქართველოს დასაცავად არის, ზოგს შეიძლება ამ мотиваციას ემატება ეკონომიური გასაჭირიც და ეს სულაც არ არის იმ ბიჭების ბრალი, ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ბრალი ცით რა არის ინგა ის არის რომ ამ ბიჭების სისხლის ფასად მოიპოვა ის რაც თქვენ წეხანაც ახსენეთ მილიონობით დახმარება რომელიც ამოვიდა საქართველოში მაგრამ რომელიც მოხმარდა არა ამ ბიჭების მშობლებს მათ მეზობლებს მათ სოფლებს მათ ქალაქებს არამედ მოხმარდა რეჟიმის გამტკიცებას რეჟიმის გაძლიერებას და არა ქვეყნის განვითარებას მოხმარდა იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები განხორციელებულიყო და არა იმას დაუშვათ რომ საქართველოს იგივე ვთქვათ აფხაზეთთან და სამაჩაბლო თან მიმართებაში სრულიად სხვა რეალობა დაწყებულიყო მე მოლაპარაკებას გულისხმობ ბუნებრივია რომელზეც ეს ხელისუფლება ვერ წავიდა აი ესევე ძალიან დიდი ტყუილი ინგა რომელიც მე დღეს მინდა ეხა თქვენ არ ვიცი გქონდათ თუ არა საშუალება და დრო რომ გადაცემის წინ გენახათ ეს საიტი მაგრამ აი როცა მე ვამბობდი რომ ტყუილია გვატყუებენ ან ყოველ შემთხვევაში უფრო სწორად გვეუბნებიან და ჩვენ არ გვინდა იმის გაგება რომ არ იქნება ნატო არ იქნება ევროკავშირი არ იქნება ვიზა ლიბერალიზაცია მეთქი
ლამის ანათემას გადამცეს. აი, მე უბრალოდ დღეს ვიყავი ძალიან შეურაცხყოფილი და მე თავად გადავამოწმე 4-5 საიტზე, ხომ არ მეშლება ეს ინფორმაცია მეთქი და უწრფელად გეტყვით, ინგა, აი, უბრალოდ აი სიბრაზე მახრჩობს. აი, არ ვამბობ ხოლმე მე ამ სიტყვებს გადაცემაში არასოდეს, მაგრამ ნამდვილად სიბრაზე მახრჩობს. აი, მე მაქვს ახლა ხელში ნებისმიერ ადამიანს Google-ში შეუძლია შევიდეს და ნახოს ესე ვთქვათ ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა 7 ქვეყანასთან მოაწერა ხელი უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას და რომელი ქვეყნებია ესა? ეს არის ესე ვთქვათ დომინიკის თანამეგობრობა, გრენადა, სენტ-ვინსენტი, ვანუატუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო და ასე შემდეგ, ანუ 7 სახელმწიფო და ვერ გაიმეტა ევროკავშირმა საქართველოსათვის ის ვიზა ლიბერალიზაცია, რომლისკენაც ამდენი ხანია მივისწრაფით. ეხლა ამას რა ქვია უბრალოდ? ამიხსენით, ეხლა ტრინიდადმა და ტობაგომ უფრო დიდი წვლილი შეიტანა ევროპულ დიახ არა, მე მაინტერესებს უბრალოდ ინგა, ეხა საქართველოზე უფრო ახლოს არის სამოა და ტრინიდადი და ტობაგო ევროკავშირთან? დავიჯერო იქ უფრო მეტი ევროპული დემოკრატია და ან ევროპული მისწრაფება ვიდრე საქართველოში? მე ვამბობ იმას, რაც რეალობა არის და ეს არის სამწუხარო, რომ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ყველა მინისტრი, რომელიც ხელისუფლებაშია, ყველა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელიც ადამიანებს ელაპარაკება, მე დღეს გაოცებული ვისმენდი, უბრალოდ როცა ამბობდნენ, რომ რა ვქნათ ახლა უკრაინას დავენდუროთ სააკაშვილი რომ არა, რა თქმა უნდა, ინგა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების არა, ალოგიკური რა იყო ამაში და რეკლამა უნდა გამოვაცხადო, მოკლედ მიპასუხეთ. მართლა რაგნას ხელისუფლებამ უკრაინას ომი გამოუცხადოს? არა, არავინ არ ამბობს, ეხლა ჩვენ ხო სერიოზულად საუბრობთ, ინგა, არავინ არ ლაპარაკობს ომის გამოცხადებაზე, მაგრამ ადეკვატური უნდა იყო ხელისუფლება. როდესაც შენ არცემს იმდენად უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პატივს, რომ თავისი ხელისუფლების უმაღლეს ჩინოვნიკებად წარმოაჩენს ადამიანებს, ვინც შენთან იძებნება ადამიანების წამების გაუპატიურების სისტემის შექმნისათვის, პირდაპირ მაინც ნუ გაჩახვალ იმ ადამიანებთან და მოლაპარაკებების მაგიდასთან, ნუ დაუჯდები, რა უთავმოყარეობაა გამაგებინეთ, ნახევარი საქართველო რუსეთის ესე ვთქვათ პროტექტორატის ქვეშ არის, ეხლა თუ რაც სიტყვა გინდათ ის დაარქვით, ოკუპაციის, კი ბატონო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს სახით და რუსებს არ ელაპარაკებით და უკრაინას საერთოდ წარბსაც არ უხრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ხდება. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი. უკრაინასთან მომგებიანია ეხლა ლაპარაკი, იმიტომ რომ დასავლეთი უჭერს მხარს, რუსეთთან არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ რუსეთს დასავლეთი ესე ვთქვათ უპირისპირდება. ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვახერხებთ იმას, რომ აღარ დაგვაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის ბედი, აღარ დაგვაინტერესებს იმ ადამიანების ბედი, ვინც არაფერს არ წარმოადგენს არანაირი ღირებულების თვალსაზრისით და აღარ ავირჩევთ ერთი კაცის ხათრით ხელისუფლებას, რომლისთვისაც არც აფხაზეთი და სამაჩაბლოა სამშობლო და არც ძალიან ბევრი სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ არის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებ. გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, სულ რამდენიმე წუთში. მაშასე ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია კვირის მთავარი თემა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოოდ ვის გვერდით აღმოჩნდებიან ნაციონალური მოძრაობის ის უკვე ყოფილი წევრები, ის უკვე ყოფილი ლიდერები, რომლებიც დღევანდელ რეაქციაში თავის სამომავლო თემებზე საუბრობენ. მე გემშვიდობები, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით კვირას საღამოს 8 საათზე კვირის მთავარი თემებით და ძალიან საინტერესო თემებით. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კვირას მაყურებელი იხილავს ჩვენს ექსკლუზიურ რეპორტაჟს, რომელიც ჩამოვიტანეთ ავღანეთიდან და ეს რეპორტაჟი იქ მხოლოდ ქართულ ჩვენს ჯარისკაცებს შეეხება. ეს იქნება რეპორტაჟი, სადაც თქვენ ნახავთ, როგორ აღნიშნეს ავღანეთში მყოფმა ჩვენმა ბიჭებმა თავდაცვის მინისტრთან ერთად 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე ვესწრებოდი ამ აღნიშვნას და დამიჯერეთ, ეს იყო ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი დღე, რომელიც მე პირადად არასოდეს დამავიწყდება. ამ ყველაფერს უკვე საღამოს კვირას 8 საათზე იხილავთ. მადლობა რომ გვიყურეთ, კარგად გრძანდებოდეთ.